გამარჯობა, მოგესალმებით ეკომეგობრული პოდკასტიდან, რომელსაც როგორც ყოველთვის წარმოგიდგენთ Waste-less-ის სპეციფიური ნარჩენების მართვის ასოციაცია და დღეს ვსაუბრობთ ნარჩენებზე. ჩვენი სტუმრები იქნებიან ბატონი ივანო მთვრალაშვილი, ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და შალვა ახვლედიანი, თეგეტა Green Planet-ის დირექტორი. დღეს ახლა ეს თემა იმიტომ შევარჩიეთ, რომ სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ საკმაოდ ახალია, მოკლედ ეს ნარჩენების თემა ჩვენთან და მიუხედავად ამისა, რაღაც ნაბიჯებია ისეთი ქმედითი, მაინც იდგმება, თუმცა რაც კეთდება, იმის ალბათ ნახევარიც არ იცის მოსახლეობამ, რა, ცოტა არ არიან ინფორმირებულები, ასე ვთქვათ, და ზუსტად ეს არის ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის მიზანი, რომ მივაწვდინოთ ხმა ადამიანებს, რა ხდება, როგორ ხდება, სად არის მათი ჩართულობა საჭირო და ზოგადად როგორ ხორციელდება ეს პროცესი, რომელიც დაიწყო ალბათ ასოცირების ხელშეკრულებით, ბატონო ვანო, ეს თავიდან რომ მოვყვეთ, როგორ მოხდა საერთოდ ნარჩენების თემის წამოწევა ჩვენთან. რამდენი ხანია, რაც ეს ასე ვთქვათ, გახდა აქტუალური? პირველ რიგში მოგესალმებით, მინდა წარმატება ვუსურვო თქვენ გუნდს, თქვენ გადაცემას, იმიტომ რომ ჩვენ სივრცეს, მედია სივრცეს ნამდვილად აკლია მსგავსი ტიპის გადაცემები და ძალიან კაი ეს სასიამოვნო არის. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, მე მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ნარჩენების მართვაში ჩვენი პროექტით, ანუ რასაც წარმოების გაფართოებული ვალდებულება ქვია, ხო? აქ შემოსულია დამატებითი აქტორები, ბიზნესი, ანუ რეალურად დღეს ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ბიზნეს ჯგუფები და აი ამ სისტემაში წარმოების გაფართოებული სისტემის 15,000 კომპანიამდე არის უკეთ ჩართული. ბიზნესი გახდა თვითონ ესე ვთქვათ, მთავარი მოქმედი პირი, ანუ ნარჩენების შემგროვებელი, შემდგომ გადამამუშავებელი. რა თქმა უნდა, ნაბიჯი ბოდიში უკარო დავიხიოთ, ზოგადად რას გულისხმობს წარმოების გაფართოებული ვალდებულება. ეს არის მიდგომა, გარემოსდაცვითი მიდგომა, როდესაც ისეთი პროდუქციის მწარმოებელი, რომელიც შემდგომში უკვე როცა ხმარებიდან ამოდის, ხდება სპეციფიკური ნარჩენი და ჩვენ შემთხვევაში არის 4 რეგლამენტი მთავრობის დადგენილების მიერ მიღებული, ეს არის ნარჩენის საბურავი, ეს არის ნარჩენის ზეთი, ნარჩენი აკუმულატორი, ელემენტები, ბატარეები, ელექტროხელსაწყოები, ბიზნესი, რომელიც ამ პროდუქციის ან იმპორტიონია, ან მწარმოებელია, ის ვალდებულია შემდგომში, როდესაც ის ხდება სპეციფიკური ნარჩენი, დაორგანიზოს მისი შეგროვება და რა თქმა უნდა კანონშესაბამისი გადამუშავება. ანუ აქ თუ ჩვენ და საზოგადოებისთვის ცნობილია რა თქმა უნდა ნარჩენების მართვაში პრიორიტეტი აქ მაინც სახელმწიფოს აღებული, იმიტომ რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენი სხვადასხვა სახის ნარჩენი არის და ეს სწორედ ამ ინსტიტუციის შემოსვლით, წარმოების გაფართოებული ვალდებულების ინსტიტუციის შემოსვლით ქვეყანაში შემოვიდა და დამკვიდრდა ასევე ახალი მიდგომა, განისაზღვრა პოლიტიკა, როდესაც ბიზნესი ხდება პასუხისმგებელი, ანუ პრინციპი დამაბინძურებელი იხდის, აქ არის ამ შემთხვევაში გამოსული და შესაბამისად ჩვენ აი ამ ახალი რეგულაციების შემდგომ ბიზნეს კონკრეტულად დაევალა, რათა მათ შეექმნა ინსტიტუციები, კომპანიები შეექმნა და სწორედ ამგვარად შევიქმნით ჩვენ Waste-less-ის თეგეტა, ანუ დღეს არის 3 კოლექტიური წარმოების გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია და 1 ინდივიდუალური. ეგრეთ წოდებული MGW ორგანიზაცია. ეგრეთ წოდებული MGW ორგანიზაციები და ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, ანუ ჯგუფებს, რომელსაც არანაირი გამოცდილება თქვათ, ესეთი პროფესიონალი არ ქონიათ ნარჩენების მართვის, მათ შორის სპეციფიკური ნარჩენების მართვის, ჩვენ დავიწყეთ ეს საქმიანობა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის საწყისი იყო ჩვენი ეს თქვა სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, სწორედ ვალდებულება რა ჩვენმა ქვეყანამ აიღო და მათ შორის აი ამ შემთხვევაში აი ეს მიდგომა, რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ევროპაში საკმაოდ აპრობირებული, განვითარებული მიდგომა, მათ შორის ჩვენ გქონდა არაერთის ვიზიტები ევროპაში, სადაც ჩვენ მათ შორის გავიცანით ჩვენაირი სტატუსის მატარებელი კომპანიები. მთავარი გამოცდილება რა თქმა უნდა, იქ რო წარმოიდგინოთ, ახლა ჩვენი 3 წელი ხდება რა ჩვენი ასოციაციები და ჩვენი კომპანიები არის დაფუძნებული და ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, იქ 40-50 წელია ჩვენაირი კომპანიები ვითარდებიან და მინდა გითხრათ, რომ დღეს მიმდინარე ეტაპზე საკმაოდ განვითარებული ძლიერი ჯგუფები არიან. ჩვენ ყოველ შემთხვევაში დავიწყეთ აბსოლუტურად ნოლიდან ეს ყველაფერი, თუმცა რა თქმა უნდა, მოგვიანებით ვიტყვით, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხილისახები წარმატებები, იმასთან მიმართებაში თუ რა რაოდენობის და რა მოცულობის ისეთ სპეციფიკურ ნარჩენს ვიღებთ, რომელიც ისტორიულად საერთოდ არასდროს არ ამოღებულა და თუ არა ჩვენი არსებობა და ჩვენი ოპერირება უნდა წარმოვიდგინოთ, ეს ნარჩენი იქნებოდა ან ბუნებაში განთავსებული, არა კანონიერად უკანონოდ მისი
გადამუშავება მოხდებოდა, მათ შორის ან დამწვარი იქნებოდა, ან გადამუშავებული იქნებოდა. აი თქვა ციფრებში რო ეს აგისახოთ, აი ყველაზე ესეთი მათ შორის თქვენი მაყურებლისათვის რომ თვალნათელი გახდეს, აი ჩვენმა ჯგუფმა გასულ წელს ამოიღო სადღაც 3800 ტონამდე ნარჩენი საბურავი. ჯამურად თუ არ ვწდები. მხოლოდ საბურავი ნარჩენი საბურავი და მისი უდიდესი ნაწილი არის გადამუშავებული. უდიდესი ნაწილი, რაღაცა ნაწილი გვაქვს ჩვენ დასაწყობებული და ისიც რა თქმა უნდა ეტაპობრივად მისი გადამუშავებაც მეც. ლევანდელი წლის გეგმა კიდე არის გაცილებით მეტი, ანუ მიმდინარე წელს ალბათ ჩვენი მასშტაბები სადღაც 4000 ტონამდე უნდა პროცენტების გეგმის ამოღების გეგმებიც იზრდება და ჯამურად ჩვენ სადღაც მხოლოდ ნარჩენი საბურავი ეს ამოვიღეთ 12000 ტონამდე. რო წარმოვიდგინოთ, თუ არა ჩვენს მიერ განხორციელებული ხო ეს საქმიანობა, ეს საბურავი ყველა შემთხვევაში ბუნებაში აღმოჩნდებოდა. და რო არ არსებობს კულტურა მისი გადამუშავების, ეს არის ნარჩენი, რომელსაც არანაირი ფასი არ გააჩნია და თავისთავად რა თქმა უნდა ის აღმოჩნდებოდა ან ტყეებში, მინდვრებში, როგორც ხდებოდა, როგორ აპრაქტიკაც იყო. და ახლაც არის სხვა შორის ბევრი გარდა. რა თქმა უნდა, ახაც არის, სამწუხაროდ არის და იქნება, იმიტომ რომ ის მასშტაბები რაც არის და წლების განმავლობაში რო წარმოვიდგინოთ, ხო, ამ ნარჩენების ესე თქვა ამოღება utilizatsiაზე არ იყო ესეთი წყობრი მიდგომა, პოლიტიკა არ იყო. რა თქმა უნდა არის და უბრალოდ ჩვენ რა არის, ჩვენ დავიწყეთ ეს ყველაფერი, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადღაც შეიძლება მაქსიმალურად 4-5 წელი დაჭირდეს იმ პროცესს, როდესაც ქვეყანაში რეალურად აი ნარჩენი საბურავი დღეს თუ ესეთი თვალხილულია და ბევრი გაყრია, ალბათ თვითონ ჩვენ კომპანიებს ეს ეკნება საძებნი, ის აღარ იქნება როგორც ესე და პრობლემა მოგვარდება. თუმცა ამის მიღმა რა თქმა უნდა არის სხვა სახის ნარჩენებით, ნარჩენი ზეთია, იქაც საკმაოდ დიდი მოცულობებია ჩვენი ჯგუფის მიერ ამოღებული, არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორების მიერ და აი რო წარმოვიდგინოთ ნარჩენი ზეთი, ხო? თუ არა ჩვენი ჯგუფების არსებობა, ხო? ის იწვებოდა ან სახლის პირობებში, ან არალეგალურად ხდებოდა მისგან გუსტარულად ისევ ზეთის მიღება, რომ ის ნედლეული ან მხოლოდ ნარჩენი არ არის. და ეხლა ეს რო წარმოვიდგინოთ, რადონის გარემოსდაცვითი პრობლემაა და მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობისათვის რამდენად დამაზიანებელია. მდინარეებში და ნიადაგში. იცით რა, ზეთი აი ზუსტად ის ნარჩენია, რომელიც არ იღვრება. მათ შორის როგორც აკუმულატორი. აკუმულატორში უკაცრავ წყალია, იქ არის გოგირჯავა, რომელიც იღვრება, თუმცა მისი შემადგენელი ტყვი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ანუ აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ ნარჩენზე თუ ვიტყვით, მხოლოდ ნარჩენი არ არის. ის ასევე არის პოტენციური ნედლეული, მისგან რესურსია, დიახ, მისგან მიიღება საავტომობილო ზეთი მისი სტანდარტული ნორმალური გადამუშავება და მათ შორის ჩვენ რასაც ვიღებთ თქვა ჩვენი პარტნიორებთან ერთად, ხო? მისი უდიდესი ნაწილი გადის ექსპორტზე. ევროპაში ხდება მისი გადამუშავება, მიიღება მაღალი დონის ზეთი და ისე ქვეყანაში შემოდის და ნელ-ნელა მე ჩავშალოთ სხვადასხვა იმად ზეთებზეც გადავიდეთ. ახლა საბურავებზე რა კითხვაც გამიჩნდა მე პირადად პირველ რიგში არის, რომ სულ რამდენიმე წელია მოკლედ რაც გადამუშავება დავიწყეთ, თეგეტა ძალიან ბევრი წელია უკვე არსებობს, მანამდე რა ხდებოდა, ანუ რას უშვებოდით ამ ცოტა ისეთი ინტრიგნული კითხვით დავიწყება. მოგესალმებით. ლოგიკური კითხვა. ხო, როგორც მოხალხეს ეს მაინტერესებს პირველად. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემისთვის და მოწვევისთვის. დიახ, საბურავები არის ყველაზე დიდი გამოწვევა რეალურად დღევანდელ რეალობაში და საქართველოში არსებული სიმძლავრეები არქიესაბავება იმ რეალობას, რის გამოწვევის წინაშე ვსკავარ. აქამდეც საბურავები თეგეტა ჰოლდინგის ზოგადად, როცა წარმოქმნიდა ნარჩენ საბურავებს, ყოველთვის ჩვენ ანუ ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეათანხმო გარემოსდაცვის სამინისტროში. ჩვენ ყოველთვის გვქონდა ეს ნარჩენების მართვის გეგმა შეთანხმებული და გადამამუშავებელი კომპანია არის რამდენიმე საქართველოში და მათთან მიქონდა ეს საბურავები ჩვენ ისეთ ამ წარმოების გაფართოებული ვალდებულების დაგეგმვამდე უბრალოდ დღეს ვაკეთებთ იმას, რომ გვყავს სხვა წევრებით და სხვა წევრების საბურავებს ვაგროვებთ და მიგვაქვს გადამამუშავებელ ქარხნებთან ან ვაგზავნებთ ექსპორტზე, მაინც აკეთ, ანუ ჩვენს საბურავებს ისედაც ესე უმართავდით და მიქონდა გადამამუშავებელ ქარხნებთან. სისტემაში მოექცა ეს. სისტემაში მოექცა და მეორე გამოწვევის წინაშე, სადაც ჩვენ დავდექით იყო ის, რომ წარმოების გაფართოებული ვალდებულება რო დაიგეგმა, ნუ თეგეტას მოცულობა იყო შედარებით ნაკლები და ეხლა უკვე ყველამ რო ააგროვა ეს საბურავები, ყველა ემგევეს თავისი ვალდებულებები აქვს შესრულებელი, უკვე არსებული ქარხანა, რომელიც იყო ვეღარ იღებდა ამ ნარჩენებს. და დავდექით ახალი გამოწვევის წინაშე, ეს ახალი გამოწვევა არის ექსპორტი და ახალი გამოწვევა არის სიმძლავრეების დამატება. სხვა გამოსავალი დღევანდელ რეალობაში არ არსებობს უნებაში, იმიტომ რომ დაახლოებით ახლა რო ვთქვათ, გასულ წელს ყველა წარმოების გაფართოებულმა ვალდებულებამ ერთად ააგროვა 10000 ტონა საბურავი. ეს ძალიან დიდი მოცულობაა. ვფიქრობთ დღეს წელს უფრო სწორად დაახლოებით 14-15000 ტონაზე წავალთ. და თუ საქართველოს სიმძლავრეები არ დაემატა, მუშაობთ ადგილობრივად.
ძალიან ცოტა, ძირითადად ექსპორტზე ვართ დამოკიდებული, არსებული ქარხანა უკვე ძალიან გარდა იმისა, რომ მცირე მოცულობას ამუშავებს ამორთზეებული არის, ასე ვთქვათ, ვერ შეესაბამება უკვე ვერანაირ სტანდარტებს. აქ გაფრქვევის კუთხით პრობლემა არ არის. აქ არის პრობლემა წარადობის კუთხით მისი. ჩვენ ახლა გვაქვს პარტნიორებთან ერთად საუბარი და მუშაობთ აქტიურად საბრძოლოების გადასამუშავებელი ქარხნის შემოტანაზე, თანამედროვე სტანდარტების, არის ორი მოცემულობა, იტალიური ქარხანა არის და დანიური, უბრალოდ ველოდებით რაღაც დეტალების დაზუსტებას, მათ შორის სახელმწიფოსგან, აწარმოე საქართველოს მხრიდან იყო მზაობა, რომ ამ პროექტებისთვის რაღაც პროგრამა ყოფილიყო და ჩვენ მსგავსი ტიპის ბიზნესი ბიზნესურად არ უნდა შეხედოს არც სახელმწიფომ და არც მეწარმემ და რატომ? ეს არის ცირკულარული ეკონომიკის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც თავიდან ყველა ქვეყანაში არის დოტაციაზე და მას შემდეგაც სახელმწიფოში სარგებლობს გარკვეული შეღავათებით და რატომ? ეს რო სტანდარტული გაგებით ბიზნესი მომგებიანი იყოს, ყველა გააკეთებდა და ვსაუბრობთ თუ თანამედროვე ქარხანაზე ვსაუბრობთ დაახლოებით 10,000 ტონა წლიური წარმოდგენით, ვსაუბრობთ ინვესტიციაზე დაახლოებით 3,5 მილიონი 3,800,000 ევროზე. არ არის მომგებიანი თვითონ მეწარმე. მომგებიანი, ნახეთ, მომგებიანი მეწარმისთვის თანხის ამოღების კუთხით, რასაც ჩადებთ თანხას უნდა მოიღო უკან. ქართული ბიზნესი და არა მარტო ქართული, არამედ ევროპული ბიზნესიც ამაში თანხის ჩადებას პირველ ეტაპებზე ვერ აკეთებს, ვერ ახორციელებს, მათ შორის ბანკებს, რომ ესაუბრები დაფინანსებაზე მსგავსი ტიპის პროექტების. პირველი გამოწვევა პრობლემა არის ის, რომ საქართველოში ეს ბიზნესი არ არის ბიზნესურად განვითარებული და არსებული ძალიან პატარა არის. მეორე, ერთი ან ორი კომპანია მაქსიმუმ მცირე წარმოდგენობის და ამხელა წარმოდგენობას რომ ბანკმა დაფინანსოს, როგორც შეხედოს მომგებიან ბიზნესს რომ დაგაფინანსოს რთულია. მეორე მხრიდან ჩვენს პარტნიორებთან ერთად, პარტნიორ MGB-ებთან ერთად ჩვენს დამფუძნებლებთან ერთად მუშაობთ იმ საკითხზე, რომ ერთობლივად არა მარტო თეკეტამ, არამედ პარტნიორებთან ერთად გავაკეთოთ ეს ქარხანა. ვთქვათ, რომ აი მოდი, ამაზე ავიღოთ მასშტაბურობა და რადგან დავიწყეთ წარმოების გაფართოებული ვალდებულება საქართველოში გავყვეთ ბოლომდე. როგორც წესია, ეს არ არის მოკლებადიანი პრობლემის გადაჭრის გზა. როგორც უყურებს გარკვეული მეწარმეების გარკვეული ნაწილი. თუ დავნერგეს სწავლების გაფართოებული ვალდებულება და ეს არ არის საქართველოში მხოლოდ, არის ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, არის კანადაში, არის ამერიკაში, სტაბუროებთან მიმართებაში მაგალითად ხდება ამ სტაბუროების გრანულების შერევა ასფალტში, საიდანაც მიიღება მოდერნიზებული ასფალტი უკვე ბიტუმში ხდება ამის შერევა და საბოლოოდ ვიღებთ მაღალი ხარისხის ასფალტს შედარებით და გამოწვევა რაც ადგილობრივ ბაზარზეა გასახების ბაზრის კუთხით ამ გრანულების არსებობს. ეს არის ასე ვთქვათ ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი პრინციპი. ჩვენ თუ დღეს მაგალითად რო ვესაუბრებით დაფინანსების წყაროებზე, ყველა ითხოვს რომ ბიზნესი მსხვილი შევიდეს ამის თავდებში. კი ბატონო, სხვა თქვენ რომ მიხვიდეთ ცალკე აღებული დაფინანსების მიღება ბანკიდან არის ძალიან ძნელი ამ პროექტებში, იმიტომ რომ ახალია, იმიტომ რომ არ არსებობს პრაქტიკა, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში დოტაციაზეა, იმიტომ რომ ციფრებს რო უყურებენ, არ არის ისეთი მომგებიანი, როგორც ვაჭრობა, მაგალითად მაღაზიები და სხვადასხვა ტიპის ბიზნესები. უყურებ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ხო? არა როგორც ბიზნეს, არამედ რაღაც ძალიან სერიოზული პრობლემიდან გამოსავალს და დიახ, წარმოების გაფართოებული ვალდებულებაში რომ შევედით, ზუსტად ამაზეა საუბარი, სახელმწიფომ დანერგა საქართველოში და მადლობა მათაც ძალიან კარგი იყო, რომ წარმოების გაფართოებული ვალდებულება გაკეთდა, იმიტომ რომ გავიგერო ჩვენ მართავდით ისედაც რეგლამენტის შესაბამისად ამ ნარჩენებს, მაგრამ ჩვენაც გვაქვს ბაზარზე 10 მაგდენი წარმოიქმნება და ეს სადღაც მიდიოდა. და ეს მიდიოდა გარემოში და რადგან პირველ ეტაპზე შევყევით ბიზნესი ამას, ვთქვით რომ მეორე ეტაპზე მოდი ბოლომდე გავიდეთ, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. აწარმოე საქართველოში თუ შეძლებს დახმარებას როგორღაც რომ პირველ ეტაპზე გარკვეული წლების მანძილზე მოხდეს ამისი სუბსიდირება, ასე ვთქვათ. პროცენტის ესხის და მე უკვე ბიზნესი ასე ვთქვათ თავისი მხრიდან კონტრიბუციას ჩვენი პარტნიორებიც და თეგეტაც შეიტანს და საბოლოოდ მივიღებთ დასაქმებულ ადამიანებს, საბოლოოდ მივიღებთ სწორად გადამუშავებულ ნარჩენებს, საბურავებს იგივე აკუმულატორებს, იგივე ელექტრონულ მოწყობილობაზე საუბრობს ჩვენი პარტნიორი MGB და მივიღებთ დაახლოებით 70-80 ახალ სამუშაო ადგილს, მივიღებთ თანამედროვე სტანდარტების ქარხანას. სხვათა შორის ლოკაციაზე უკვე სარემონტო სამუშაოები შენობა ნაგებობის დაწყებული გვაქვს. ანუ უკვე დაწყებული გვაქვს, უბრალოდ ველოდებით კონკრეტულ, ასე ვთქვათ,
დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, რომ მხოლოდ ბიზნესურად რო ვდგები ამ საკითხს, არც ბანკი არ დაგაფინანსებს. გავიგეროთ ეგეტა და ეგეტას გარანტიით თუ თავდებობით შესაძლებელია ამ სესხზე ვისაუბროთ, მაგრამ იმის გარდა არის თვითონ ბიზნეს მოდელში ისეთი კომპონენტები, რომლის დასწვებას თუ ვერ მოხერხდა სახელმწიფოს მხრიდან, ვერ განხორციელდება ეს. არა, რადგან ინიციატივა არის სახელმწიფოს, მე მგონია, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაც არის, რომ ბოლომდე მიიღოს. და მთავარი რაც არის, ნახეთ, ანუ დანიური ქარხანა და ან იტალიურზე რო ვისაუბრე, დაახლოებით 10000 ტონა წარმატებით წლიური, მეორე მხარეს ვთავაზობთ იტალიურ ქარხანაზე, ერთ-ერთ მსოფლიოს საუკეთესოზე აკუმულატორების გადამუშავების მიმართულებით და ელექტრომოწყობილობაზე საუბრობთ ჩვენი პარტნიორი, რომელიც არის დანიური, ასე ვთქვათ, საუკეთესო ქარხანა. ასევე ვსაუბრობთ საბურავების გადასაკრავ ქარხანაზე, რომელიც ასევე არის თანამედროვე სტანდარტების და ასევე არის იტალიური. ეხლა შეხედეთ მეორე მხრიდან რო შევხედოთ მსგავსი ტიპის ჰაბი საუკეთესო წარმოებლების მიერ გაკეთებული საქართველოში, კერძოდ რუსთავის ტერიტორიაზე იგივნება ეს, რომ გაკეთდება, უბრალოდ რამდენი ვიზიტორი დაემატება ამის სანახავად რო ჩამოვა და ნახავს. კონკრეტული ქარხნების მუშაობის პროცესი რო შეგვესწავლა, დავდიოდით სხვადასხვა ქვეყნებში და ვეუბნებოდით, რომ აი სადაც გვანახეთ, როგორ მუშაობს, რა პრინციპით, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნებთან საუბარი და ეხლა რეალურად აეროპორტიდან 20 წუთის გზაზე რომ გაქვს მსგავსი ტიპის ჰაბი, სადაც მოდიხარ და ნახულობ საუკეთესო ხარისხის აკუმულატორის გადამუშავებელ ქარხანას, საუკეთესო ხარისხის საბურავის გადამუშავებას, საუკეთესო გადასაკრავს და საუკეთესო ელექტრომოწყობილობისას. და იღებს გამოცდილებას. მე პირადად საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, ყველაზე დიდი პრობლემა მქონდა და დისკომფორტი იყო ის, რომ ერთ ადგილზე ეს არ იყო თავმოყრილი და რომ მიფრინავდით პირობითად გერმანიაში, შემდეგ უკვე 2-3 საათი მანქანით მივდიოდით ლოკაციამდე. და ეს ისეთი კომფორტი არის, მე დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებით, ეს ყველაფერი თუ გამოვა ისე, როგორც დაგეგმილია და ვფიქრობთ, საქართველოში თუ ვინმე ჩამოვა მწვანე მიმართულებით, გარემოსდაცვითი მიმართულებით, პირველი თუ არა მეორე ადგილი იქნება, სადაც ამ ხალხს მოიყვანენ და აქვენებენ აი რა მაგარი რაღაცა გავაკეთეთ. და რა მაგარი რაღაცა არსებობს საქართველოში. ხო, ეკოლოგიის კუთხით რომელი უფრო ჯანსაღი იქნება, ასე ვთქვათ, აი თუნდაც მარტო ჩვენ ქვეყნის ეს ცუდი მიდგომა, მარტო ჩვენს ქვეყანაზე რო ფიქრობ, მაგრამ მარტო ჩვენი ქვეყნისთვის. თვითონ ეს ქარხნების მიერ წარმოქმნილი რაღაც დონის დაბინძურება მაინც არის თუ ინდონეზიაში ქარხნების საბურავების გადამუშავების კუთხით მთლიანად ხდება მექანიკური დამუშავება. აქ არ ხდება მისი წვა და რისკი რომ გაფრქვევების კუთხით რაიმე შეიცვალოს იმ კონკრეტულ ლოკაციაზე გამორიცხულია. იგივე სიტყვოდი საბურავების გადასაკრავი მიმართულებით, რაც შეეხება აკუმულატორებს. აკუმულატორების ქარხანას, რომელთანაც გვაქვს საუბარი, საქართველოში იმპორტი არის 6-7000 ტონა აკუმულატორების. ქარხანა, რომელიც უნდა ჩამოვიტანოთ, არის წარმატება 12000 ტონა და რატომ? ეს ქარხანა, ამ სტანდარტის ქარხანა ქარხნის წარმოებლის მიერ ნაკლები წარმატებით არ ხდება. და სხვა ქარხანა რო ჩამოვიტანოთ, ვერ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, მივიღებთ იგივე ძველი ყაიდის გადასამუშავებელ ქარხნებს, რომელიც გვაქვს ნაწილობრივ, რომელიც ეკოლოგიურად არ ვიტყოდი, ასე ვთქვათ, მე ვიცი ეს ახალი ქარხანა, რომელიც გვაქვს რა არის. და გაფრქვევების კუთხით არის საუკეთესო ერთ-ერთი მსოფლიოში და გაფრქვევი, აი მაგალითად ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით. შინეთმა მიიღო სტანდარტი, რომ ამაზე დაბალი ხარისხის ქარხანა არ უნდა არსებობდეს არც ერთ მის ტერიტორიაზე. ანუ აქ არის უმაღლეს დონეზე დაცული ეკოლოგიური სტანდარტები, უმაღლეს დონეზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, იგივე გაფრქვევის ნომრები. დაახლოებით რომ ვისაუბროთ, ქარხანას აკუმულატორების გადამუშავებისას ძველმუდურს თუ აკეთებენ პირობითად ჯამურად $1 მილიონ და მეტანაკლებად ხარისხიანიაო ამბობენ, მარტო ფილტრაციის სისტემები ჯდება €9 მილიონი და აქ გაფრქვევის, ანუ ფაქტიურად ნარჩენები აკუმულატორების ქარხნები რო აკეთებენ, ასე ვთქვათ, აკუმულატორებს რო ამუშავებენ და იღებენ ტვიას, გარკვეული ტიპის ნარჩენები აქვს მათ და ამ ქარხანაში ეს არის მინიმალისტური, საერთოდ ფაქტიურად არ აქვს. ანუ ესეთი დონის ქარხანაზე ჩვენ ჰოლდინგის მიდგომა გვაქვს ესეთი, ან ვაკეთებთ, ან არ ვაკეთებთ საერთოდ. ანუ თუ ვაკეთებთ, სხვა სტანდარტისას არ ვაკეთებთ. გამორიცხულია ახლა არ გავაკეთებთ ისეთ რაღაცას, რომ მოვიტანოთ, გავაკეთოთ ეს აკუმულატორების გადასამუშავებელი და
მივიღოთ შედეგი რა, იგივე იყო შედეგი, მაშინ რატო გავაკეთებ? ხო, როდესაც გარემოს დაცვას ეხება, მთავარი არის ხოლმე მდგრადობა, ანუ რამდენი ხანი, რამდენად კარგად იფუნქციონირებს თუნდაც ესა თუ ის რაღაც ქარხანა იქნება თუ. მე ვნახე, სხვათა შორის 20 წლის ქარხანა იყო, ინჟიტექსი საუბარი ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელია. სოფლიოში რაც ყრია იწარმოება, 70% ამ წარმოებლის მიერ გამოშვებული ქარხნებით არის გაკეთებული და ყოველდღიურად ხვეწავენ ლაბორატორია გვანახეს იყო დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრი, სადაც ხდება ახალი ტიპის გადამუშავება და მოდერნიზება არსებული აგრეგატების ასევე. თუმცა მე რო ვნახე 20 წლის წინანდელი ქარხანა, აი ვერ გეტყვით მსგავსი ტიპის ქარხანა ძალიან ცოტა არის რეგიონში საერთოდ არ არის. და ძალიან ცოტა არის სოფლიოში, ანუ ამ სტანდარტების ქარხანა წარმადობა ქვეყნებს, ჩვენაერ ქვეყნებს, რომელსაც დაბალი აქვს, ხო? 70% იწარმოება მათ მიერ, ასე ვთქვათ, ნაწარმოები ქარხნებით, სოფლიო ტყუის რაც იწარმოება, მაგრამ მეორე მხრივ რო შევხედავ პატარა წარმადობა რომ არ არის, არ ყიდულობენ პატარა ქარხნები, პატარა ქვეყნები ამ ტიპის საწარმოებს და თუმცა ჩვენ რო შევხედეთ 6000 ტონაზე გვიმუშავა, უნდა წავსულიყავით საერთოდ სხვა გზით, სხვა ხარისხის ქარხანა უნდა ჩამოგვეტანა და ამაზე უარი ვთქვით. თქვით რომ მოდი წარმოების ნახევარი იყოს გაჩერებული და თანამედროვე სტანდარტებით იმუშაოს ქარხანამ, რომ იგივე გქონდეს საშუალება ჩვენც რომ, რა ვიცი, ნორმალურ გარემოში ვიცხოვროთ, ელემენტარული არის რა, ანუ გადამუშავება არ უნდა გახდეს რაღაცა ახალი პრობლემა რა და ახალი პრობლემა და ეს არ არის იგივე CSR პოლიტიკა რო ავიღოთ ჩვენი ჰოლდინგის, ჩვენი ძირითადი ბიზნესი ეს არ არის, თუმცა რო ვნახეთ რომ გამოწვევა არის და პრობლემა არის, რადგან შევედით და გავაკეთეთ წარმოების გაფართოებული ვალდებულება, ეს მთელი ციკლი და მთელი ჯაჭვით უარ გაკეთდა და ბოლოს საბოლოო პროდუქტი არ მივიღეთ. მაშინ არც ამის გაკეთებას არ ქონია აზრი. ანუ რაღაცაზე ვმუშაობთ, ხო? ვმუშაობთ იმაზე, რომ ეკოლოგიური პრობლემები მოვაგვაროთ. არის რეგლამენტი აკუმულატორების მიმართულებით, არის რეგლამენტი საბურავები, ზეთები, ელექტრომოწყობილობები, უნდა შემოვიდეს კიდე შესაფუთი მასალები და უნდა შემოვიდეს ავტომანქანები. ამ ყველაფერს პირველი რომ ადგილობრივი მოსახლეობა საქმდება, მეორე რომ გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა იქნება და მესამე რომ ექსპორტზე გადის შემდეგ ძირითადი ნაწილი. ტყვია მაგალითად გადის ექსპორტზე. გრანულები მაგალითად თუ თქვათ აქ ასფალტში შერევა და მოდერნიზებული ასფალტზე მივაღწიეთ, უნდა გავიტანოთ თურქეთში. მცირე რაოდენობით, ანუ ფილების წარმოებასაც ვაპირებთ, რომ ანუ საბურავის გრანულებისგან გავაკეთოთ ფილები. სხვათა შორის ძალიან კარგი პრაქტიკა არის, სალვადორი არის იტალიური კომპანია, რომელსაც უმაღლესი ხარისხის დანადგარებს აწარმოებს. აქ არის მთავარი გამოწვევა ის, რომ ერთი ქვეყნისთვის ძალიან მაგარი საქმე კეთდება, მეორე გარემოსდაცვითი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება იგივე თეგეტას მხრიდან და პარტნიორების მხრიდან გაკეთებული, რომ აი მსგავსი ტიპის ჰაბი გავაკეთეთ საქართველოში. მესამე გარემოსდაცვის სამინისტროზე რო ვისაუბროთ და სახელმწიფოზე რო ვისაუბროთ, ყველაზე მაგარი არგუმენტი გარემოსდაცვითი მიმართულებით სახელმწიფო რომ მუშაობს სწორად არის მსგავსი ტიპის ქარხნები და დასაქმებული ადამიანები, რომლებიც იქ იმუშავებენ. ამ ყველა ბიზნესურად თუ შევხედავთ, ამ ყველაფრის ამოსავალი პრობლემა არის მაღალპროცენტიანი სესხები, რაც ვერ აფინანსებს უკვე ქარხნის ოპერირებას. ამის გამო ბიზნესი 10 წელი ვერც ერთი ბიზნესი ვერ დაასუბსიდირებს ამას. თუმცა საწყის ეტაპზე ისე მაინც რომ იყოს ფინანსური მოდელი აწყობილი, რომ თავისი თავი დაფაროს პირველი 10 წელი, შემდეგ უკვე მცირე მოგებები არის, რომელიც მის არსებობას მეტნაკლებად გაამართლებს. თუმცა იგივე მიმართულებით რო ვსაუბრობთ 50 მილიონი ლარის ინვესტიციაზე, ბიზნესმა თქვენ კარგად იცით, თავის კონკრეტულ მიმართულებაში რო ჩადოს, ბევრად მეტი უკუგება იქნება ამ თანხაზე. თუმცა უწამოვედი და მაგრამ ამას ხო მე ვეძახი ხოლმე, ანუ კეთილსინდისიერი ბიზნესი, ანუ ბიზნესის ასე ვთქვათ, მთავარი ამოსავალი წერტილი, მე ვფიქრობ ხოლმე, რომ არ უნდა იყოს მარტო რაღაცა ფინანსური, ამიტომ მომწონს ეს ცირკულარული ეკონომიკაც, რომ არ მოუწიოს კონკრეტულ ბიზნესს არჩევანის გაკეთება, აი ამ რაღაც ეკოლოგიას, კეთილსინდისიერებას ვეძახი და თავის მოგებას შორის. რამდენად აღიქვამენ ჩვენთან საქართველოში სხვადასხვა ბიზნესები იმის საჭიროებას, რომ აი ეს თავისი თუნდაც რაღაცა წარმოების ციკლი იყოს ჩახურული იმ მხრივ, რომ უტილიზაცია თვითონ მოახდინოს თავისი ამ ექსპორტირებული თუ წარმოებული პროდუქციის და აი ზოგადად
ცოტა ისე რომ ვთქვათ, შეგნება რამდენად არის ქართულ ბიზნესში იმის, რომ უნდა იფუნქციონირონ კეთილსინდისიერად, როგორც მომხმარებლის, ასევე გარემოს წინაშე, ასე ვთქვათ. საინტერესო კითხვაა. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ჯგუფების და შექმნამ, ხო, აი ამ იდეის, ესე ვთქვათ, კონსოლიდირება და ჩამოყალიბება განაპირობა და ჩვენი ასოციაცია ამის კონკრეტული ნიმუში არის. ნახეთ, ჩვენი დამფუძნებლები არიან ბიზნესში მყოფი კონკურენტები, მნიშვნელოვანი კონკურენტები, 7 სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად აკუმულატორის ზეთის საბურავების რეალიზაციებში არიან უმსხვილესი კონკურენტები და აი წარმოიდგინეთ, ხო, მათი უბრალოდ გაერთიანება ისეთი კომპანიის გარშემო, რომელიც უზრუნველყოფს ერთადჯდომა, უზრუნველყოფს გარემოსდაცვის საკითხების გადაწყვეტას. და მათ შორის აი სწორედ ის მოდელი და ის ჯგუფი, რომელსაც მე წარმოვადგენ ამ შემთხვევაში, ამის ნათელი მაგალითია. კარგად ლაპარაკობდა შალვა ამ საწარმო თემებზე, საწარმო განვითარებაზე, მათ შორის ბიზნესის ჩართულობაზე, იმიტომ რომ რეალურად დღეს საქართველოში ხო სპეციფიკური ნარჩენებზე გვაქვს ჩვენ აქ საუბარი, კარგად რომ განსაზღვროთ, ხო? და მისი გადამუშავება ისეთი როგორც საბურავია, თქვა ზეთი, აკუმულატორი, ხო? საერთოდ წარმოება როგორც ესეთი, ხო, ამის წარმოების კულტურა, ხო, მეტნაკლებად იყო განვითარებული, არ არსებობდა. ჩვენმა შემოსვლამ განაპირობა ის, რომ უკვე ხდება ასე ვთქვათ, ამ ნარჩენის ამოღება, ანუ ლოჯისტიკური ოპერაციები ისე დაალაგდა, რომ რეალურად ის ნარჩენი, რომელიც ქვეყანაში წარმოიქმნებოდა აი ამ ჯგუფების, ესე ვთქვათ, ოპერირებით, საკმაოდ დიდ მასშტაბებზე გავიდა, ანუ ადრე მათ შორის, აი ხო ვთქვათ, თუნდაც თეგეტა რასაც აკეთებდა. ხო იყო პატარა ორი საწარმო, საბარო საბურავის გადამამუშავებელი და აძლევდა, ანუ თავისი კონკრეტული კომპანიის ნარჩენ საბურავს მიქონა. იყო როგორ არა ესეთი ლეგალური და ოფიციალური საბურავების გადამამუშავებელი საწარმოები იყვნენ და დღესაც არიან, მინდა გითხრათ და ძალიან კაია ეს. თუმცა იმხელა მასშტაბები შეიქმნა, რომ მათ ეს უკვე აღარ შეუულიათ ამ ყველაფრის მიღება, გადამუშავება და დღეს ეს რიგში დადგა სწორედ ის, რომ ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია, მაშინ წარმოების გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია უნდა ჩავერთოთ ამ პროცესში და მათ შორის რეალურად ხო ეხლა ყველაზე დიდი გამოწვევა მაგალითად ჩვენთვის, ჩვენ კონკრეტული ასოციაციისთვის რა არის? ნახეთ, ნარჩენი ზეთი როგორც ესეთი, ხო? დღეს რეალურად მისი საწარმოო სახელმწიფოში შექმნა თანამედროვე, იმიტომ რომ ნარჩენი ზეთის გადამუშავებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზეთი და მათ შორის ევროკავშირში ვალდებულებაა, რომ ოდესაც საავტომობილო და ინდუსტრიულ საწყებულობენ 10% უნდა იყოს ნარჩენი ზეთის გადამუშავებით მიღებული ზეთი დამატებული. ამიტომ ევროკავშირში იმის კულტურა, პრაქტიკა, რომ ნარჩენი ზეთიდან მიიღონ ზეთი მაღალი ხარისხის ზეთი არის ძალიან მაღალ დონეზე და მათ შორის საქართველოს ბაზარი რო წარმოიდგინოთ საავტომობილო ზეთების ალბათ ჩემი აზრით 40% მსგავსი ნარჩენი ზეთის გადამუშავებით მიღებული ზეთის იმპორტი და შემდგომ მისი რეალიზაცია ხდება. თუმცა აქ პრობლემა იმაშია რომ ჩვენი ბაზარი არის ძალიან პატარა რა. საქართველოს არის ზოგადად როგორც ქვეყანა ძალიან პატარა, ანუ წლისში სადღაც 20,000 ტონა, 22,000 ტონა საავტომობილო ინდუსტრიული ზეთის იმპორტი ხდება ქვეყანაში. ნარჩენი მისი უკეთეს შემთხვევაში თვითონ იმპორტით ძალიან ცოტა. ისე შეგროვების კუთხითაც ზეთი ალბათ ყველაზე რთული აი ნახეთ, შეხედეთ, ერთი ბაზარი ძალიან პატარა. აქედან 50% უკეთეს შემთხვევაში ნარჩენი წარმოიქმნება, ანუ 10,000 ტონა დაგვრჩა. ამ 10,000 ტონიდან ეხლა სიტყვაზე ჩვენ პირობითად იმის გათვალისწინებით რომ ეხლა 100% ვერ ამოიღებ ხო იქ ვიღაცა სადღაცა სიღრმება ექსპორტ რაღაცა მანქანა გავიდა სატრანზიტო გაიტანა და რაღაცები უკეთეს შემთხვევაში თქვა მისი ნახევარი ამოიღეთ 5,000 ტონა. ამ დროს მაღალი დონის საწარმოს საქართველოში მშენებლობა რო დაიგეგმოს, მისი რენტაბელობა რო იყოს ნორმალური, ან მომგებიანობაზე გადის ყველაფერი, ხო? ის სადღაც 20,000 ტონა მაინც უნდა გქონდეს რესურსი, რომ მიიღო მაღალი ხარისხის მაღალი სტანდარტის ზეთი და ჩვენ სულ გვაქვს სადღაც 5-7,000 ტონაზე გავდივართ. ანუ ბაზარი არის ძალიან პატარა და საქართველოს მაგ დროს ალბათ ექსპორტი უკეთესი. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ექსპორტს, თუმცა საქართველოშიც რეალურად ხო შესაძლებელია იყოს რამდენიმე საწარმო, რომელსაც მისი გადამუშავებით შეუძლია როგორ არა მიიღოს და ღებულობენ კიდეზე უნდა იყოს ესეც, მაგრამ ხა ჩვენ რო დავიწყოთ ახლა სიტყვაზე აქ თანამედროვე რაღაცის შექმნა საუბარი, რასაც ახლა შალვა ლაპარაკობდა აკუმულატორის შემთხვევაში, ხო? უბრალოდ რენტაბელობა და საბოლოოდ სუბსიდიაზე, დოტაციაზე უნდა ყავდეს ჯგუფებს. ამიტომ ჩვენ ამაზე
ესე ვთქვათ, ფიქრობთ, მაგრამ ბოლომდე უარი არ დოტაციაც არის, მაგრამ გააჩნია რამდენი ეს პირველი 10 წელი რაც ვიწაური ასაბუროების გადამუშავებას დაკულატორზე ისედაც დოტაციაზე გყავს, მაგრამ გააჩნია რა რაოდენობაზე ვსაუბრობთ, ანუ საუბარია 1 მილიონ ლარზე თუ საუბარია 3 მილიონ ლარზე, უკვე მაგაზე გავდივართ, თუ დოტაციაზე ესეც არის. ეხლა რაც შეეხება მეორე ნარჩენის საბურავი, აი ამასთან მიმართებაში რეალურად ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვნა საწარმო. და ვფიქრობთ, დასავლეთ საქართველოში გავაკეთოთ, აჭარის რეგიონში გვინდა, იმიტომ რომ აღმოსავლეთ საქართველოში თბილისში ჩვენი პარტნიორები აკეთებენ, ლოგიკური იქნება. მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის მართლა სპეციფიკური ნარჩენი, რომლის გადამუშავება ჯერ მასაა ძალიან. ეხლა აქაც რო იცოდეთ, აქაც მასშტაბები ძალიან პატარა. ჩვენ რო გვეგონა დიდი მასშტაბებია, როდესაც ჩვენ საექსპორტო პოტენციალს განვიხილავთ, გვინდა რომ დაინტერესებული ჯგუფები მოვიყვანოთ. ისინი იმხელა მასშტაბებზე გვეუბნებიან, რომლის მოცულობები ჩვენ რეალურად არ გაგვაჩნია. ხა ჩვენი ციფრებში გონია რომ ეს დიდი ნარჩენია, მაგრამ იგივე სიტყვაზე თუნდაც თურქეთის მასშტაბით, ევროკავშირის და ძალიან აქაც ნარჩენის სიმცირე არის. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, გავაკეთოთ საწარმო, მივიღოთ ეგრეთ წოდებული გრანულარი და ფხვნილი მიიღება და მინდა აქვე გითხრათ, რომ სხვადასხვა პრაქტიკა არის ისეთი, რომ ეს მოხმარებადი, საკმაოდ მოხმარებადი ნედლეული არის, მიიღება ძალიან ბევრი პროდუქცია. მათ შორის მე არ ვიტყვი ერთი ყველაზე ძირითადი მიმართულება, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ, თქვა საგზაო მშენებლობებში გამოიყენოს, საგზაო ასფალტის წარმოებაში და ეს ძალიან კაი იქნება თუ ეს მიიღწა ამის თქვა დაშვება, მაგრამ ამის მიღმაც ხო როგორც ფხვნილი გამოიყენება ფეხსაცმლის ძირების საწარმოებლად, რეზინის ჩექმების, მათ შორის საბურავის დანამატი. ანუ რეალურად ხო აქაც ჩვენ გვაქვს პოტენციალი და შესაძლებელია მივიღოთ ისეთი სახის ნედლეული, რომელსაც ექსპორტზე გავყიდით. მაგრამ აქ მთელი ამბავი რა არის, იცით რომ აი როგორც ბიზნესი ეს ცალკე აღებული ეს რომ აქ თუ MGV-ა აი ჩვენაირი კომპანია არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვაგროვებთ, ანუ ჩავთვალოთ შევაგროვეთ საბურავი. შეგროვების მიღმა თუ კიდე სუბსიდია არ გაუკეთე ესეთ საწარმოს რაღაცა დოზით, რაც სხვადასხვა ევროპაში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ჩვენაირი ჯგუფები აკეთებენ სუბსიდიას საწარმოში MGV, იმიტომ მისი ვალდებულების ნაწილი არის. სხვა შემთხვევაში ეს ამ საწარმოს მომგემიანობაზე კი არა, საერთოდ რენტაბელობა რთული იქნება. ამიტომ, რა თქმა უნდა, MGV ორგანიზაციების როლი აქ არის სწორედ ის, რომ საწარმო შექმნა რაღაცა დოზით ხელი შეუწყო მის ესე ვთქვათ განვითარებას, არსებობას იმ ეტაპამდე სანამ ის როგორც დამოუკიდებელი ბიზნესი განვითარდება და შესაბამისად წავა. და მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორები, დამფუძნებლები ჩვენი, თქვა ჯგუფები, რომელიც ჩვენთან არიან წარმოდგენილი, ხო ეს არის თქვა ანუ მსხვილი ბიზნესები. ავტობანი, ვინტო, თქვა ვისოლ ავტო ექსპრესი, იქ არის ამბოლი, იქ არის სხვა ავტორები, რამდენიმე ბევრი ჯგუფია. გარდა მაგისა, ჩვენთან არის სადაც მიმდინარე ეტაპზე არის 500-მდე კომპანია, თქვა ინტეგრირებული, ან როგორც ვალდებულებით შემოსული. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, თქვენ კითხვას უბრუნდები. რა თქმა უნდა, ბიზნესი აცნობიერებს ამ პრობლემებს, ის ხვდება, რომ ის უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და რაც თავარია, აქ არის კიდევ ერთი მომენტი, არა მხოლოდ თქვა ის, რომ ამ პროცესის მონაწილე იყოს. არამედ თუნდაც ის, რომ ცნობიერების დონეზე, რომ მან ნარჩენი შენ გადმოგცეს უბრალოდ რა, იმიტომ რომ ჩვენ პირველ ეტაპზე ხო ეს პრობლემა ქონდა. ყველაფერს თავის სანამ მივიდოდით იმაზე, რომ საწარმო თემებში ჩაერთნო, რაღაცა ბიზნესის განვითარებაზე იფიქრონ. ნარჩენი მოგცენ უბრალოდ რა, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, აი ესეც საკმაოდ პრობლემურია დღემდე მაგალითად, აი წარმოიდგინეთ ეხლა რა არის ცნობიერება, ხო ცნობიერება თუნდაც დაწყებული ეხლა ეს სხვა ცნობიერებას რა გავა, ნარჩენისმა წარმოგნელმა, ნარჩენის საბურავი უნდა გადმოგცეს შენ. სიტყვაზე არ გადმოგცემ შენ, ვიღაცას გაატანს იმის გამო, რომ ხობესთვის გამოიყენოს, ან არ ვიცი რა სხვადასხვა. მათ შორის ან წვავენ და იღებენ აი აკუმულატორი ცალკე, ხო, საკმაოდ მოთხოვნადი ნარჩენი არის აკუმულატორი, იმიტომ რომ ტყვია შედის მასში, ხო, აქ არის ძალიან დიდი შავი ბაზრის პრობლემა და რა თქმა უნდა, ესეც ირღვევა, ეს მომაჯადოებელი წრე, მოდი ესე ვიტყვი ამ სიტყვას, ნელ-ნელა ნარჩენების წარმოქმნელები იწყებენ ჩვენთან პარტნიორობას, თანამშრომლობას და სულ რაც უფრო დრო გადის, ისინი უფრო აქტიური ხდებიან ამ პროცესებში, ანუ ერთი ბიზნესის ნაწილშიც მაგალითად ჩვენ შემთხვევაში ხო ეხა როგორ იყო იცით ერთი წლის უკან რომ ჩვენ ადგილზე რო გვეთქვა რომ ჩვენ საბურავების ქარხანა უნდა გავაკეთოთ ხო აბსოლუტურად იქნებოდა რა საბურავების ქარხანა იმიტომ რომ ბიზნესი ხო ცოტა სხვანაირად დავაღვიქვათ ეხლა კარგად რო წარმოიდგინოთ საბურავების სოფლიოში წარიმოება სულ სადღაც 2.3 მილიარდი საბურავი და მისი მხოლოდ 800 მილიონის გადამუშავება ხდება ანუ სტატისტიკაც მაგას მეტყველებს სოფლიოში აი ამის გადამუშავების ძალიან დიდი პრობლემა არის და ეხლა მაგრამ
მარტო საბრალო ყველა ნარჩენი აბსოლუტურად ყველა განვითარებულ ქვეყნებში ის განვითარებული ქვეყანა არის თუ რამდენიმე და ჩვენ თუ მთლიანად პლანეტის მასშტაბით ვუყურებთ და ასეც უნდა ვუყურებდეთ ხო იმიტომ რომ საერთოა ყველაფერი ამ დედამიწაზე ძალიან მცირე ნაწილის გადამუშავება ხდება ნებისმიერი ნარჩენის და რაც შეეხება ამ ეკოცნობიერებას მე ხა ჩემ სადგივარს ჩაურთავ მაგაში მე მაგალითად უფრო აი კონკრეტულად მოსახლეობის ეკოცნობიერების მიმართულებით ვცდილობ რაღაც ნაბიჯები გადავდგა ხოლმე და ისეთი უცნაური კითხვები მოდის ჩემთვის არის უცნაური თორე იმდენად სიახლეა ნარჩენების გადამუშავება ზოგადად მოსახლეობისთვის რომ აი ფაქტიურად სუფთა ფურცლიდან ხდება დიდი ასაკის ადამიანებში ამის ყველაფრის გააზრება რომ აი რატომ არის მაგალითად პლასტმასა ცუდი რატომ არ უნდა გადავაგდოთ და რა ვიცი ანუ 1000 რაღაც აი ტექნიკა რატომ უნდა ჩააბაროს რამდენს გადაიხდის კონკრეტული მაგალითად ვეისლესი ხო ხშირად არის ხოლმე ვეისლესის გვერდზე მსგავსი კითხვები რომ რამდენს იხდით აი რომ ჩაგაბაროთ გაფუჭებული რაღაც და ამ დროს პირიქით იქით დასაფასებელია ამ MGV ორგანიზაციების საქმიანობა ზუსტად მოსახლეობის მხრიდან ხო რომ რაღაც გვერდში დგომა ჩვენი მხრიდანაც საჭიროა რომ ეს მნიშვნელოვანი რაღაც ქმედებები შეასრულოს კონკრეტულ ასოციაციამ ეხლა წეგან ვახსენეთ კიდევ აი ბატონმა თურქეთის ახსენა რეგიონში რა ხდება ზოგადად ამ მიმართულებით აი თურქეთი სომხეთი აზერბაიჯანი სადმე თუ ხდება მოწესრიგებულად ნარჩენების გადამუშავება ყველაზე კარგი მაგალითი არის თურქეთი. თურქეთში ძალიან აქტიურად გადაამუშავებენ საბურავს და იღებენ მისგან ფილებს და სხვადასხვა ტიპის პროდუქციას, რომელიც სხვათა შორის მე საქართველოში მოდის და იყიდება კონკრეტულად ფილები. შეგვიძლია მაღაზიებში ვნახოთ და სამშობლო მაღაზიებს აქვს მსგავსი ტიპის პროდუქტი. თუმცა პლასტმასის გადამუშავება სხვათა შორის ძალიან მაღალ დონეზე, რაც პირადად მაქვს ნანახი. და ანუ საკმაოდ წარმატებული ასე ვთქვათ პროცესი აქვს დაწყობილი ამ მიმართულებით. აკუმულატორების გადამამუშავებელი ქარხანა ვნახე მათიც, იმიტომ რომ ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილავდით და ეს იტალიური ვარიანტი ბევრად უკეთესი იყო, გარემოს დაცვითი კუთხით და ამიტომ იტალიური მიმართულებით წავედით. საბურავის გადამუშავების მიმართულებით თურქულ ქარხანასაც განვიხილავდით. თუმცა პროცესი სრული ციკლი რო ვნახეთ, მაინც ხარისხიანი, ანუ თურქულ ბაზარს რაღაცა კუთხით კონკურენცია რითი შეიძლება გაუწიო ერთადერთი ხარისხით, იმიტომ რომ მათი მოცულობა ჩვენზე არის, რავი, 1000-ჯერ მეტი წარმოიდგინეთ. ერთი გამოსავალი, რომ მე მივიღო მაღალი ხარისხის ფხვნილი და გრანულები, რომელსაც მე გამოვიყენებ ფილების წარმოებაში და ასე ვთქვათ, იმპორტს შევანაცვლებ ნაწილობრივ ვეცდებით და მეორე მხრივ ასფალტში გარება, რაც არის, რომლის ასე ვთქვათ, რომელზეც უკვე მუშაობს შესაბამის სპეციალისტებთან ერთად და ვამზადებთ ასე ვთქვათ ვამზადებთ კვლევას, რის საფუძველზე შეიძლება ეს გაკეთდეს, იმიტომ რომ აი მაგალითად ესპანეთს აქვს საკმაოდ კარგი მაგალითი ამისი და დანერგილია და მუშაობს. კანადას აქვს და მუშაობს. ამერიკაშიც ნაწილობრივ არის, ევროპის რაღაც ქვეყნებზე ესპანეთის გარდაც არის ეს პრაქტიკები, უბრალოდ ახლა ვაკეთებთ ამის თავმოყრას, რომ კვლევის სახე მივცეთ და წარუდგინო სახელმწიფოს და უთხრათ, რომ აი ეს გამოწვევაა. სხვა შემთხვევაში ისევ უნდა გავყიდო თურქეთზე, ასე ვთქვათ, ისევ უნდა გავყიდო თურქეთზე ეს გრანულები და ეს გრანულები რო გაიყიდება თურქეთში ტრანსპორტირების თანხა ემატება და ისედაც უკვე დაფინანსების კუთხით დოტაციაზე მყოფ კომპანიას პრობლემას უქმნის. აქეთ მე სომხეთი აზერბაიჯანში სომხეთი აზერბაიჯანი თითქმის არაფერი აკუმულატორების მიმართულებით არის რაღაც იგივე სტანდარტის საწარმოები რაც იყო ადრე ასე ვთქვათ ძველ დროს რო იყო მნიშვნელოვანი არაფერი ანუ წერა რო თქვით რომ აი რუსთავში შეიძლება იყოს ჰაბი რაღაცას გადამუშავების შეიძლება რომ რაღაცა ამ ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ მიიღონ გამოცდილება შეიძლება მოვიდნენ და მიიღონ გამოცდილება კი არა მარტო ამ ქვეყნებიდან ევროპის ქვეყნებიდანაც ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ აი სადაც მსგავსი ტიპის წარმოება, საბურავის გადამუშავება და აკუმულატორის გადამუშავება ნებისმიერი ხარისხის იყო, მათ შორის თურქეთზე მაგსაუბარი ვიყავი, დავრბოდით ქალაქიდან ქალაქში, რომ გვენახა და საქართველოში ეს ყველაფერი იქნება აეროპორტიდან 20 წუთის გზაზე. აი თქვენი მოცემულობა რო იყოს, საწახვიდოდით სანახავად გეუბნებით რომ თანამედროვე სტანდარტებისა საუკეთესო არის, წარმოიდგინეთ, არა, მე ვამბობ რომ აი თქვათ რომელიმე ქვეყანაში ცხოვრობ პირობითად ესპანეთში ხართ ან სადმე და გინდათ სადმე ეს ყველაფერი ერთად ნახოთ, ანუ
ნაცვლად იმისა, რომ დაიწყოთ რეგიონიდან მთელი ქვეყნის არა მსოფლიოს შემოფრენა, ერთ ადგილზე მიხვალთ, სადაც ეს ყველაფერი არის. და ამ მიმართულებით ვფიქრობ, რომ აი ძალიან მაგარი იქნება წასვლა. მეორე მხრივ ბატონო მანომ თქვა ზეთის გადამუშავება. ზეთის გადამუშავება არის სერიოზული გამოწვევა და პრობლემა რეალურად. მეორადი ზეთისგან ზეთის მიღება 100% და გამორიცხულია, რაც არ უნდა ქარხანაზე ვისაუბროთ, საბაზისო ზეთი რომ მიიღო, რომელსაც საზღვარგარეთ გამოიყენებენ ზეთის წარმოებაში და ისიც 10%-ის ოდენობით ერევა მეტი არა, ეს ქარხანა ჩამოიტანო და გააკეთო, რომ უბრალოდ იმას მაიყიდონ და წაიღონ ექსპორტზე გაიტანო საბაზისო ზეთად. დაახლოებით 8 მილიონი ევროს ინვესტიციაზე ვსაუბრობთ, რაც საქართველოს მოცულობისთვის ყოველად გამორიცხულია და თუ აკუმულატორების ქარხნის შემთხვევაში პირობითად 12000 ტონაა წარმატება და 6000 ტონაა დატვირთულობა, აქ იგივე საბაზისო ზეთი რომ მიიღო მხოლოდ, ანუ ის პროდუქტი, რომლისგანაც უკვე ზეთი უნდა მიიღონ ევროპაში. დაახლოებით 2-3000 ტონაზე მეტი არ არის ნარჩენი, რომელიც უნდა გადაამუშავო. ამის ანუ ძირითადი მიმართულება აღებული არის ექსპორტზე მეორადი ზეთის. ანუ სხვა ვერაფერს ვერ ვაკეთებ. არის რაღაც საწარმოები, რომლებიც აქედან მიიღებენ რაღაც ნავთს, ასე ვთქვათ, მაგრამ გამოსავალი ის, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის საწარმო მიმუშაოს, მე ვერ ხედავ ამას. ვერც ბატონო ვანომ დაინახა რეალურად. რაც რჩება აი მეორადი ზეთის გადამუშავებით, მე ის რაც რჩება და რაც უარგისია. ძირითადად აი მაგას ვამბობ, რომ ქარხანა თანამედროვე სტანდარტების რო ჩამოიღო. არა, ის სადმე არ მქონდეს საბოლოო ნარჩენი. აი მაგას ვამბობ ზუსტად, რომ იმიტომ გადის ექსპორტზე თვითონ ნარჩენი ზეთი, რომ ეს ყველაფერი თანამედროვე ტიპის ქარხანაში თუ არ მოხდა, რაზე თქვენ საუბრობთ, ეგ ნარჩენები გექნებათ, მაგრამ მეორად ზეთად აი იმ შემთხვევაში არ გვექნებათ. იმ შემთხვევაში თუ ქარხანაში გადაამუშავეს თანამედროვე სტანდარტებით არ აგაქვს ესენი. იმიტომ რომ იმას აქვს თავისი პროცედები, რის მიხედვითაც ეს მავნე რაც არის, ასე ვთქვათ, ხდება მისი გადამუშავებაც, ასე ვთქვათ, ან გათხრობა, გაუნობელყოფა, ასე ვთქვათ, და იმიტომ აქვს ზუსტად ამ ქარხანას ძალიან ძვირადღირებული არა მარტო ფილტრები, არამედ ძვირადღირებული გადამუშავების პროცესი. და ზუსტად ამის გამო ვარ თქვენ MGV-ები ორიენტირებული, რომ ძირითადი მოცულობა გავიდეს ექსპორტზე, რომ გადამუშავდეს. მაგალითად, მე მქონდა პირადად ფინელებთან კონტაქტი, მათ შორის მეორადი ზეთის ნიმუშებიც წაიღეს და ასე ვთქვათ, შემდეგ უკვე არის საბერძნეთის, ასე ვთქვათ, საბერძნეთით გადის, ოღონდ ეს გადის ყველაფერი ყველანაირი ტექნოლოგიების დაცვით მეორად ზეთად ექსპორტზე თლიანად. იმიტომ რომ მეორადი ზეთისგან მიღებული ზეთი მე პირადად არ მინახავს, იმიტომ რომ ეგეთი რაღაც, ანუ არ იმუშავებს, ანუ სად უნდა ჩაასხა. ანუ მთლიანად მეორადი ზეთი. გაზიარებს, გამორიცხულია მთლიანად მეორადი ზეთით. ანუ მე საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში მსგავსი ტიპის წარმოება არ ვიცი, არც გამიგია. თუ გავიგებ, ვიდვალ და აუცილებლად ვნახავ, როგორი პროცედურით ხდება. აზერბაიჯანს მე როგორც ვიცი, ბატონო ვანო აქვს ნედლი ნავთობისგან იღებენ ამ ყველაფერს. ნაწილობრივ, თუმცა არ ვიცი ხარისხზე ვერ გეტყვით. სპანაერი გვაქვს, რეალურად დღეს საქართველოში ვაიზეთის ეს თქვა იმპორტის სტრუქტურა რო განვიხილოთ, ხო, სადღაც ალბათ ევროპული ზეთი იზრდება სხვადასხვა ევროპიდან იმპორტირებული იზრდება მაჩვენებლები, თუმცა ყველა ვარიანტი საიდან იყო აქოჩა გეკითხებით. მინდათ ირანი მაგალითად და აზერბაიჯანი აღარ არის მე მგონი შემცირდა და სხვადასხვა. ყოველ შემთხვევაში მაინც აი რო წარმოვიდგინოთ ჩვენ თუნდაც ირანიდან, თურქეთიდან შემოსული მე ევროპულ ქვეყნებს არ ვიძახი, ხო? ზეთის სადღაც 30-40% რეალურად ეს არის აი რაზეც ვსაუბრობ გამონაცვალი ზეთიდან მიღებული ზეთი, რომლის ხარისხი არა, ანუ რანე კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის ერთლარიანი, ორლარიანი ზეთი. როგორც წერო, ორლარიანი ზეთი, რომელიც ორლარად იყიდება საავტომობილო, ესე ვთქვათ, Excel-ში, ხო, მაღაზიებთან Excel-ში ეს არის რეალურად სწორედ ასეთი ფორმით მიღებული ზეთი და შემთხვევაში ხდება მისი გაყალბება, ვთქვათ, ამ ზეთით ხდება, ვთქვათ, ეგრეთ წოდებული, ვთქვათ, ბრენდირებული გაზავება, რა თქმა უნდა, ესეც მიღებული პრაქტიკა წლების განმავლობაში, თუმცა რო დაუბრუნდეთ ჩვენ თემას, ხო, ანუ რეალურად საქართველოში თუ იქნება ესეთი საწარმო, შეიქმნება, ანუ ესეც უნდა ვთქვათ რა, ანუ ამ გამონაცვალი ზეთიდან, მეორადი ზეთიდან მიიღებენ და მიიღება შესაძლებელი არის, უპრობლემოდ შეგიძლია მიიღო, ის უკვე კონკურენციაში შეიძლება შევიდეს ამ სეგმენტის ზეთან, იმიტომ რომ ჩვენთან როგორც ესეთი ხარისხის ჩამოყალიბებული სტანდარტი არ არსებობს. საწყოზე არის მაგალითად ევრო 5 არის, იქ პარამეტრებია განსაზღვრული, რის ქვემოთ არ შეიძლება იმპორტი რეალიზაცია, მოხმარებელს რომ მიაწოდო. საავტომობილო ზეთზე სხვადასხვა ესეთი ჩამოყალიბებული პარამეტრები და ხარისხობრივი მაჩვენებლები არ არსებობს. ამიტომ რა თქმა უნდა, პოტენციალი აქ ამ
საქმეს თუ ვინმეს ინტერესი ექნება რომ გააკეთოს, თუმცა რა თქმა უნდა მან უნდა დაიცვას გარემოსდაცვითი მნიშვნელოვანი პარამეტრები და რეალურად შესაძლებელია, თუმცა ჩვენ ცოტა სხვანაირად უყურებთ. აი, შალომ სწორედ აღნიშნა, თქვა, კომპანია ფიქრობს რომ გააკეთოს და ეს მართლა ძალიან ნოვატორული და ახალი სიტყვა იქნება, ხაბი შეიქმნას. ეს ხაბი არ იქნება მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, რომ წარმოვიდგინოთ რეგიონის მასშტაბით, და თქვა, სადაც ხდება სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავება. ეხლა დღეს სომხეთში წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ინსტიტუცია არ არსებობს, შესაბამისად სისტემური შეგროვება ამის არ ხდება. აზერბაიჯანში ხა ნარჩენის ზეთი როგორც ესეთი შეიძლება გროვდება, მაგრამ აქაც ესეთი სისტემური მიდგომა არ არის მიდგომა მათ შორის იმის რომ შეიქმნა საბურავების ზეთების თანამედროვე აკუმულატორების გადამამუშავებელი საწარმოები. რა თქმა უნდა, საქართველოში თუ ეს პროექტი შედგა, ხო? ეს იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა და მათ შორის ახლა ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირში სტრაფაზე ჩვენი ქვეყნის ხო ინტეგრირებას განვითარებას ხო ბევრ რაღაცაზე გადის, მაგრამ მათ შორის გადის სწორედ გარემოს დაცვის საკითხებზე და მათ შორის ნარჩენების ესეთი ნარჩენების სწორმატყვაზე. ამ მიზეზით დაიწყო, ესენც ხო კანდიდატი სხვანაირად უყურებს, სხვა აი თურქეთი არის ძალიან საინტერესო ქვეყანა სხვადასხვის, შალო ბევრჯერ ნამყოფი, მეც ვარ ბევრჯერ ნამყოფი, სხვადასხვის ძალიან განვითარებული საბურავების, მათ შორის ზეთის გადამუშავებითი ნაწილი. პირველი მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, გარემოსდაცვის საკითხები იქ ესე საბურავს დაგდებულს თურქეთის მასშტაბით ვერ ნახავ. აი რო წარმოიდგინოთ, ხო? ანუ არ არსებობს სადღაც ახლა ეგრეთ წოდებულ ვულკანიზაციებში შეიძლება იდოს, მაგრამ ის რომ რაღაცას იყოს მიგდებული არ არის. მეორე თვითონ თურქეთი ბოლო წლებში ყალიბდება როგორც საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ქვეყანა, საწარმოო ქვეყანა, იმიტომ რომ მე მაქვს პირადად ნანახი და ეს არ არის საუბარი წამყვან ქალაქებზე რა. ქალაქები მილიონიან ქალაქები, სადაც ინდუსტრიულ ზოლში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნარჩენების, მათ შორის საბურავის და სხვადასხვა საპლასტიკის გადამუშავებითი სიმძლავრეები და რეალურად ხო თურქეთი შეიძლება თურქეთიდან ბევრი რამე ისწავლოს, მათ შორის ჩვენმა ქვეყანამ ამ მხრივ. ისინი არიან ძალიან მოწესრიგებული, ძალიან შრომის მოყარები, მიზანდასახულები. ამ კანდიდატობამ, ევროკავშირის კანდიდატობამ არა მგონია, ეს უფრო ბიზნესის ალბათ, რომ ანუ იქ მათი მოცულობები იმდენია. ანუ ჩვენ აქ პრობლემა რა გვაქვს? გამოწვევა გვაქვს, რომ 6% მაღალი გვაქვს ერთი მხრივ და მეორე მხრივ არ გვაქვს ნარჩენები რომ გადაამუშავოს ქარხანამ. ეხლა რასაც ვაკეთებ და რასაც ივანო ბრძანებს არის ის რომ თანამედროვე ხარისხის ევროპული სტანდარტების ქარხანა რომ მოიტანო და გააკეთო გჭირდება ბევრად მეტი თანხა დაახლოებით 3-დან 4 მილიონ ევრომდე და მეორე მხრივ რომ შევხედოთ შესაბამისი ნარჩენი გადაამუშავო არა გაქვს ანუ იგივე აკუმულატორების შემთხვევაში ნახევარი საქართველოს მთელი მოცულობა რო აიღო იმისი ნახევარით გადამუშავება აი მაგ პრობლემის საპასუხოდ მე მგონი ძალიან კარგი იქნებოდა რომ აი სიტყვაზე სამივე თუ არ ანუ აზერბაიჯანი სომხეთი საქართველოს გაერთიანებულიყო პირობითად რა რაღაც ინტეგრირება იდეალური გამოსწავლა ნარჩენი იქნებოდა სწორედ ის ნარჩენი რომელიც აი მათ შორის აი რა გამოწვევის წინაშე დგას და რამხელა რისკი იღებს კომპანია ძალიან დიდი რისკის წინაშე დგავართ რეალურად აი ნახეთ ცოტა ციფრებშიც რომ ნახოთ რა საქართველოს ბაზარი აკუმულატორების არის სადღაც 6000 ტონა რო წარმოვიდგინოთ თქვა წარმოიქმნა თუნდაც 5000 6000 ტონა ნარჩენი წარმოიქმნა საქართველოში არის ორი დღეს მე რაც ვიცი ორი ნებართვიანი საწარმო რომელსაც მე პირადად თანამშრომლობ ვაძლევ ამ აკუმულატორების ნუ ანუ რეალურად დღეს საქართველოში რო წარმოვიდგინოთ ხო ნარჩენი აკუმულატორის უტილიზაცია გადამუშავება გაცილებით განსხვავებით საბურავებისა ხო ხდება და ნუ ჩვენ როგორც ესეთი მიტანის და ჩაბარების პრობლემა არ აქვს ნახეთ ანუ ბაზარი ორი მოთამაში არის და ამ დროს ნარჩენების მოცულობა ჩვენ რო წარმოვიდგინოთ ხო ჩემი გადასახედიან ეს არ იქნება მზარდი ხა ნუ რა სადამდე უნდა გაიზარდოს და ამ დროს კომპანია იღებს რისკს და იღებს 12000 ტონის გადამუშავების სიმძლავრის ესე ვთქვათ აკუმულატორების თანამედროვე ქარხანას აკეთებს ხო? შეიძლება მადანი ისოვოს. მადანი გადამუშავება. ვიცით რომ აი თუნდაც იგივე ამ საწარმოს ხარჯშიც რო იყოს ახლა არ ვიცი მე თეორიულად მსჯელობ რა. აი სამი ქვეყნის საერთო პროექტი რო იყოს. საერთო ბაზარი რო იყოს იდეალური იქნება. გეთახმებით, მათ შორის თუ სიტყვაზე აზერბაიჯანი, მაგრამ რო წარმოიდგინოთ ხო თურქეთი ბოლო პერიოდში ხო თურქეთი საქართველოში, არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ გაცილებით უფრო მეტად აზერბაიჯანში ხო ინტეგრირებულია, მათ შორის ტყვიაზე და ეხლა ჩვენ როცა აკუმულატორს საუბრობთ, აკუმულატორს უნდა დავაკონკრეტოთ რა. არის რა პირველი აკუმულატორი არის ნედლეული ტყვის, რომელიც სოფლიოში არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი
ალბათ ნავთობზე უფრო მეტად მოთხოვნად იყო ამოწურვადი, მოდი ესე ვთქვათ. იქ რა თქმა უნდა უტილიზაცია როცა ხდება თანამედროვე ქარხანაში ხდება შავის ნეიტრალიზება ხდება, იქ არის პლასმაზე, პლასტიკი რომლის გადამუშავება ხდება, სრული დაცვა ხდება, გარემოს დაცვითი მოთხოვნები, მათ შორის შრომით უსაფრთხოების დაცვა, ეს ცალკე საკითხია. ეხლა რო წარმოვიდგინოთ თურქეთი რა თქმა უნდა წლების განმავლობაში შესულია, მათ შორის აზერბაიჯანშიც, მეგონი სომხეთში და ჩვენთანაც ნედლეული გააქვს. ანუ კომპანიას დიდ კონკურენციაში მოუწევს ეხლა ჩვენ რო წარმოვიდგინოთ ამ შემთხვევაში და ძალიან გაიქნება, მაგრამ ძალიან რთული. ამიტომ რა თქმა უნდა მას ჭირდება მნიშვნელოვანი დახმარება. და დახმარებაზე საუბარი ერთადერთი, როდესაც შენ სიტუაციაზე კომპანია რისკებსაც იღებს, ბიზნესი მისია ვალდებულებებში შედის, ეს არის რომ შედარებით უფრო მორგებული საბანკო ესე ვთქვათ, ცესხი მისცეს კომპანიას. დანარჩენი ხო აბსოლუტურად ის მზად არის, რომ აი ამ ურთულეს პროცესში შევიდეს, იმიტომ რომ დღეს არც ერთი კომპანია ცალკე, იმიტომ რომ მსგავს პროექტში ჩვენ პარტნიორებსაც შეესთავაზა ამ ჯგუფმა კონკრეტულად. მაგრამ ნუ მათ თავი შეიკავეს, ეხლა ამ შემთხვევაში მე ხო არ წარმოვადი რომელიმე კონკრეტულ კომპანიას, მე გაერთიანებას წარმოვადი. თავი შეიკავეს აი ამ რისკების გამო, მათ შორის რა, რისკების გამო, რაც უკავშირდება მათ შორის მაღალ საპროცენტო განაკვეთს, ეს თქვათ რესურსებს. ხო უკუგება, მათ შორის ნედლეული, მოდი ესე ვთქვათ, თუ საერთოდ ნედლეულზეც გადიხარ. რამდენად შენ აი ამ კონკურენტული ან ბაზარზე, როცა შავი ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი შავ ბაზარს უკავია, რომ წარმოვიდგინოთ, არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, აი ძალიან ესე მარტივად ოპერირებ. ჩვენს გარდა არის ბევრი ლეგალური ამომღები და არალეგალური, ანუ ფაქტიურად აკუმულატორი როგორც ესეთი არც არ ვარდება. ერთადერთი ისხმევა ის სითხეს არავის არ ჭირდება და ეგ არის დამაბინძურებელი. თორე დანარჩენი მასზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, ხო ესია. და რა ვიცი რა კონკურენციაში ვართ ხო? როგორც ლეგალური ისევე არალეგალური. თუ იმათ უკვე თურქეთში გასვლა. ნახეთ ეგ უფრო აი ძალიან რთული, ანუ ეხლა რასაც ვსაუბრობ ძალიან ერთადერთი ამ ყველაფერს შეგიძლია ებრძოლო რითი ხარისხით არსებული გადამამუშავებელი ქარხნები რო არის იმასთან შედარებით უკეთესი ხარისხის წვიას იღებ და ნარჩენი ფაქტიურად არ აქვს და ამ ქარხნისგან ნაწარმოები ყრია რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პირდაპირ გაიყიდება ბირჟაზე. ხარისხის გამო ანუ ამ ქარხნის ნაწარმოების ყრიას არ გეკითხებიან დამატებითი კითხვები არ აქვს. არის ენჯილიკის ქარხნის ნაწარმოები ნიშნავს მაღალ სტანდარტს, მაღალ ხარისხს. მე ვიყავი აკუმულატორის წარმოებელი ქარხნების მფლობელების შეკრებაზე, მათი მიწვევით სხვათა შორის და რო გაიგეს, რომ საქართველოში მსგავს რაღაცას ვაპირებდით გაკეთებას, გაგვიზიარეს თავისთავად ვარავთები და აირო დაიწყებთო. წინასწარ რო შეგვატყობინეთო და რაღაც პერიოდში არ აქვს ეგეთი მაღალი სტანდარტი? არ აქვს. ანუ საქართველოსთან რო გადის ტყვია, ამას თურქეთში კიდევ გადაამუშავებენ და ამ ერთ ქარხანა მიიღებს იმდენად საბოლოო პროდუქტს, რომელიც გვაქვს, ანუ აკუმულატორების წარმოება. თვითონ რასაც ამუშავებს. ნახეთ, თურქეთს აქვს ამდენივე მიმართულება. თურქებს აქვს აკუმულატორების წარმოებაში იყენებენ ტყვიისთვის. საქართველოსთან გასული ტყვიას იყენებენ ძირითადად ტყვის წარმოებაში, ანუ საფანტზე მაქვს საუბარი. საფანტის წარმოებაში მისი ხარისხი ამას შეესაბამება. თუმცა ჩვენი ქარხანა რომელიც გაკეთდება და იმედი მაქვს რომ გაკეთდება, აქედან პირდაპირ რო გააგზავნეს საბოლოო პროდუქტს, პირდაპირ გადამუშავების გარეშე შეიძლება გამოიყენოს პირდაპირ წარმოებაში აკუმულატორების თურქეთმა კონკრეტულად, იმიტომ რომ ყველაზე ახლო ლოკაცია მაინც თურქეთი არის და ტრანსპორტირების ხარჯები ევროპისთვის ძალიან გემატება. თვითონ აკეთებს ხო გადამუშავებას? თვითონ აკეთებს, თუმცა ჩვენი ხარისხი ბევრად უკეთესი იქნება და ყრიაზე იმდენად დიდია მოთხოვნა, საქართველოს 12000 ტონა რო აწარმოოს. უარს არ იტყვის თურქეთი მე. იმდენად მცირეა, ეს არაფერია თურქეთის. არა მარტო თურქეთი. თან ჩვენ საუბრობთ ინფუძზე, ანუ 12000 ტონაზე აქედან გამოსავლიანობა არის -40% ტყვია, წარმოიდგინეთ. ანუ ძალიან მცირე წარმოებაზე ვსაუბრობთ, ანუ ეს არის აი ერთადერთი თურქებს აქვს იგივე აზერბაიჯანში, იგივე სომხეთში რაღაც ეგრეთ წოდებული შეგროვების პუნქტები გარკვეულ ნაწილს და მაინც გააქვთ ეს ტყვის სახით თუ რაღაცა, მათაც შევთავაზებთ, რომ იცი რა, მოდი აქ გადაამუშავე თანამედროვე სტანდარტებით და პირდაპირ საბოლოო პროდუქტი წაიღე. მე ვფიქრობ, რომ ესეც ასე ვთქვათ დროის საკითხია, მაგრამ თუ არ დაიწყე, არ გააკეთე, არ გახსენი და არ ანახე ამ ხალხს ეს ყველაფერი. არაფერს აზრი არ აქვს, ხა წინასწარ რო ეტყვი, რომ იცი რა, მე ხა ხელშეკრულებას ხელი უნდა მოვაწერო, მე უნდა წავიდე, მოვიტანო ხარხანა, დავდგა და 2 წლის მერე მექნება პროდუქტი თუ 18 თვის მერე მაპატიეთ. და მეტყვის რომ მოდი რა 1 წლის მერე მაინც მოდი რომ მონტაჟზე აიწყებ, ხო? ხო. არა, რაღაცები ხო არის სუბსიდირებული
ჩვენთან ამაზე მნიშვნელოვანი ხა ძალიან დიდი გამოწვევაა და რეალურად ძალიან დიდ რისკში შევდივართ ფინანსური კუთხით, მაგრამ მეორესთვის სახელმწიფოს მხრიდან ძალიან კარგ რაღაცას ვაკეთებთ. Ფიქრობთ და თქვენ კონკრეტულად თეგეტაზე საუბრობთ. თეგეტაზე გვაქვს საუბარი, კი? თეგეტა ამ დროს 50%-ში არის თეგეტა ამ დროს. მსხვილი არის აი თქვენს სეგმენტში, არ თქვენს არის სფეროში. ყველაზე მსხვილი. და ისინი არ დგამენ ამ ანუ სამივე MGV ორგანიზაციის ასე ვთქვათ მსხვილ მოთამაშეებს შევთავაზეთ, რომ მოდით შემოვიდეთ. ამ MGV-ებში შედის სხვადასხვა თქვენი კონკურენტი კომპანიები. ჩვენი კონკურენტი კომპანიებიც, მათ შორის კონკურენტ კომპანიებს შევთავაზეთ გავსი ტიპის თემების შესვლა. აკუმულატორების თემაზე ინტერესი არ იყო ფაქტიურად, ნუ ერთი პარტნიორის გარდა, რომელიც შემოვიდა და საბურავის მიმართულებით უფრო მეტი ინტერესია. თუმცა უფრო აქცენტი კეთდება იმ მოდი რატო ვაკეთებთ ესეც, აი ვერ თანხმდებით ხარისხზე ასე ვთქვათ და ბიუჯეტზე რა ბიუჯეტით უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ჩვენ თვლით რომ სხვანაირად ვერ გავაკეთებთ და თუ არ იქნა თანამედროვე და ყველაზე მაგარი და მსოფლიოში სანიმუშო ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ. მეორე მხრიდან ამბობენ რომ მოდი ეს თურქული რომ მოვიტანოთ და ვცადოთ რას იძავს, თუმცა ის თურქული მე რაც ვნახე მუშაობაში ვიცი რომ 2-3 წლის მერე ასე ვთქვათ ისევ ახალი გამოწვევის წინაშე ვარ და ეს კონკრეტული თანამედროვე სტანდარტების ქარხნები რომელიც დანახი მაქვს უკვე რომ მუშაობს 10-15-20 წლის ქარხნები მაქვს, ანუ არ ვფიქრობ მოკლევადია, თუმცა ეს მათიც მესმის, იმიტომ რომ ბიუჯეტის კუთხით ძალიან იზრდება. ანუ თუ გინდა მიიღო ხარისხი თავიდან და ჩადო ინვესტიცია. ეხლა ჩემი ტვინი მხოლოდ ეკოლოგიის მხრივ უყურებს ხოლმე. ეკოლოგიის მხრივ ეს სხვა კომპანიებიც არ უნდა წახვიდე. სხვა კომპანიებიც მე ვიცი რომ ძალიან ბევრ ეკოლოგიურად ასე ვთქვათ სასარგებლო ქვეყნისთვის პროექტებში მონაწილეობენ. უბრალოდ ეს კონკრეტული ბიზნესის და ბიზნეს ჯგუფის გადასაწყვეტია რა მიმართულებით განავითარებს. თეგეტა გრინი ზუსტად იმიტომ გააკეთა თეგეტამ, რომ ამ თემაში რადგან შევდიოდით, ვიცოდით რომ ეს ყველაფერი ისე უნდა გვემართა და კეტები გქონოდა, რომ თუ გაკეთდებოდა და გაკეთდა, თანამედროვე სტანდარტებით უნდა მოხდარიყო ყველაფერი. შემდეგ ეტაპებზე გადასვლაზე იგივე ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე ჰოლდინგის ვერანაირად ვერ გავაკეთებთ ასე ვთქვათ დაბალი ხარისხისაც. ანუ ჩვენ სტანდარტსა აქ არის რეპუტაციული რისკიც მეორე, დაბალს თუ გააკეთებ, ჰოლდინგის კუთხიდანაც რო შეხედო, გამორიცხულია მსგავსი რაღაცა. ყველა კუთხიდან რო შეხედო, მოკლედ ახლა კომპრომისის ვის არ არის. დაბალი ხარისხის ქარხანას მინიმუმ იმიტომ ვერ ჩამოვიტანო, რეპუტაციული რისკი ძალიან მაღალი მაქვს, რო დავანებოთ თავის სხვა ყველაფერი დანარჩენს რის გამოც ამას ვაკეთებთ. ეხლა რაც ითქვა მე შალოს იმას რო დავაი, ხა ჩვენი ჯგუფი ხო წარმოადგენს ანუ ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია, ეხლა ჩვენ კონკრეტულად აკუმულატორებთან მიმართებაში საკმაოდ საინტერესო კაი პროექტი არის, მაგრამ ჩვენ როგორც ესეთი მოდული ექვია, ანუ აკუმულატორები და ჩვენ სამ მოდულში ვართ წარმოდგენილი, საბურავები, ზეთი, აკუმულატორები, ვართ შედარებით მცირე ჯგუფი, გაცილებით მცირე ჯგუფი ვართ, ну განსხვავებით თქვა ეგეტას და იქით სხვა ჯგუფები არიან, ამიტომ როდესაც ეს იყო ეს საკმაოდ კორექტული, საინტერესო შემოთავაზება იყო, ჩვენ განვიხილეთ ეს შემოთავაზება, მაგრამ რეალურად ის იყო, რომ ანუ ძალიან ანუ ჩვენ ნარჩენების წარმოქმნელიც პატარა ჯგუფი ვართ, აი კარგად რო აგიცნათ. მათ შორის საბაზრო წილები ბაზარზეც, ხო? ანუ ჩვენი პარტნიორების ვინც არიან დღეს, ხო, ჩვენ გვაქვს სულ სადღაც დღეს ვართ 12-13%-ის ბაზრის წილის. შესაბამისად ინტერესის ნაკლებია. ხო, აი ეს მინდა აგიხსნათ, რომ აი აქ თქვა განსხვავებით არიან საკმაოდ სერიოზული მოთამაშეები, დიდი მოთამაშეები ამ ბაზრის, ეგ ერთი. ეს იყო ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ პატარა ჯგუფი, მაგრამ ამის მიღმაც, ხო, აქ იყო იცით რა არის, აი პრაგმატულად, ხო? აი მათ შორის აი ჩვენ რა გამოწვევებზეც ვლაპარაკობთ რა. მათ შორის ის რომ ნარჩენები როგორც ესეთი ქვეყანაში ცოტა არის, ხო? რეალურად ეხა ჩვენ განვიხილავთ ეს რაღაცას, რომ მომავალში პირობითად ეს ნარჩენი ან სოფლითან ანაზერბაიჯანი, ან ნედლეული ვის შემოვიდეს რაღაცა. ანუ იცით რა არის, ეს არის ძალიან სპეციფიკური დაფასების ღირსია თეგეტა, რომ ამხელა რისკზე მიდის, ამხელა ვალდებ, იმიტომ რომ ცალკე როგორც ესეთი, აი თქვენც რო ვიყოთ ეხა ბიზნესმენი, ხა თქვენ როგორც წამყვანი და როგორც თქვა აქტივისტი ესე საუბრობთ და მე თქვენთანა ვარ. მაგრამ ეხა თქვენ რო უბრალოდ ბიზნესს წარმოადგენდეთ, რომელიც ამ ყველაფერს თulis, ხო, რისკებს იღებს, ხო, თქვენც გაგიჭირდებოდათ გადაწყვეტილების მიღება. თეგეტა მიდის ამ იმაში და ძალიან კარგია ეს, რომ ამხელა რისკზე მიდის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, აი ხა დღეს მე შემილი არ მინდა უბრალოდ ვესწავლო, ძალიან ბევრი არგუმენტი შეიძლება უთხრა იმ საწინააღმდეგო, თუ მაგალითად ჩვენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მაინც შემოდის ზუსტად სახელმწიფოს როლი, მე ესე მგონია რა. აი ეს რაღაცა რისკი უნდა შეამციროს, შეურბილოს. მაგრამ ჩვენ სახელმწიფოს ვერ ნახეთ, სახელმწიფომ დღეს მაგალითად აწარმოეს საქართველოში შექმნა, ესე ვთქვათ, და აწარმოეს საქართველოს
ნაწილით ხდება ამ პროექტის დაფინანსება. თუმცა ნახეთ აქ არის ბანკების ნაწილი უკვე, ბანკები მინდა გითხრათ რომ ცალსახად ამ პროცესში თქვა არ არიან ლოიალურები ამ პროცესის მიმართ. სამწუხაროდ თემები არის და ხო შეიძლება თქვა რაღაც და სხვანაირად შეხედონ ამ ყველაფერს სამწუხაროდ ესე არ არის. ესე არ არის, ამიტომ აქ საჭირო არის ასევე, აი ხა თქვენ სწორედ თქვით, მთავრობის როლი ამ შემთხვევაში, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს და ამაზეც არის საუბარი, რომ იქ აქ საუბარია თუ არ ვთქვი 4%-ზე, ხო, 3-4%-ია რაღაცაზე, რომ აი ამ ნაწილში სიტყვაზე, ხო, აი ამ ნაწილში მოხდეს რაღაცნაირად შეხიდება. ამ შემთხვევაში ჩვენ დაავალდებულოს, პრინციპში ვერ ბანკის ვერ დაავალდებულოს. ბიზნესური კუთხით ვერ დაავალდებულოს. ამის გარდა აწარმოებს საქართველოს ხო შემოდის გარანტიის ნაწილში, ასე ვთქვათ. მაგრამ თუნდაც გარდა ამისა დამატებით გარანტიებს ითხოვს ბანკი. ანუ ეს არის აი ერთმანეთზე მიბმული პროცესი, რომელიც 10 წელი ძალიან ბევრი უნდა იშრომო და აი ყველაფერი უნდა ჩადო იტყვიან, რომ საბოლოოდ 10 წლის მერე ამას ბიზნესურ თვალსაზრისით რაღაცა დაერქვას. არ ვსაუბრობ ბიზნესზე, იმიტომ რომ ეხლა თქვენ კარგად მოიხსენებათ 50 მილიონი ლარი სხვა მიმართულებით, რო ჩავდოთ თუნდაც პროფილური ბიზნესის მიმართულებით თეკეტამ, ბევრად მეტი უკუგება იქნება. ნამდვილად. ისე როგორც ჩვენ პოდკასტში სხვა თემაზე რო ვილაპარაკოთ, ბევრად მეტი გამომწერი გეყოლება. ამიტომ ხო, აი ეგ ვალდებულება ჩვენი თითოეულის, როგორც მოქალაქის, ისე ბიზნესის, ისე მთავრობის არის, რომ რაღაცნაირად ამ მიმართულებით მივმართოთ ყურადღება. ჩვენ უბრალოდ მოვლენებს გავუსწარით, აიცით რა არის? მოვლენებს გავუსწარით. გავუსწარით რატო? ნახეთ, ეხლა სხვა შემთხვევაში ძალიან მომწონს ეგ. ევროპა მაგალითად ამ ყველაფერს ევროკავშირის ქვეყნები 40 წელია მიყვებიან. ამას ესე ნელი დინებით, ეხლა იცით ეგ ცივი ხალხი არ არიან თქვა ემოციაზე ხა. ასეთ გადაწყვეტილებებს არ ხო და ჩვენ ეხლა გვინდა რომ მესამე წელია რაც ჩვენ ვარსებო და უკვე მესამე წელს გვინდა რომ აი წარმოიდგინეთ ევროპაში რომ ყველაზე მაღალი დონის საწარმოებია, ხო? იმაზე ავიტანოთ ეს ყველაფერი. ძალიან მომწონს ეგ. აი ხასიათში მე მიყვარს ეგ. და კიდევ აი ციფრის თქვა მინდა ესეთი გამოთქმა როა რომ იმდენად მდიდარი არ ვარ რომ იაფიანი რაღაც ვიყიდო. აი ამ თვალსა, იმიტომ რომ ხარჯი მეტია უფრო ხო ეხლა ხარჯი მეტია ხარისხი რაღაცით ხო უნდა ებრძოლო იგივე არალეგალურ ბაზარს. ხასით ვერ ებრძვი ნახევარი გადასახადს არ იხდის ვერ მისწრ. მეორე მხრივ სახელმწიფო სწროებუნები რო აბაშე რას აკეთებო, რომ გეტყვის რომ მე კი ვარ ვაკეთებ მე სახელმწიფო ვარ მაგრამ შენ რას აკეთებ? მე ვაკეთებ რას აგერ საუკეთესო ხარისხი ჩავმა ყველაფერი და თუ შეგიძლია აგერ დამატებით ხალხსაც ვასაქმებ, ვიღებ ბატონო, კი ბატონო ბიზნესი რისკს. ჩვენს თავზე და რაღაცეებში გვჭირდება დახმარება. და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ მაინც გამოვა, იმიტომ რომ სახელმწიფოს ინტერესიც არის ეს რომ გაკეთდეს, ანუ ბიზნესურად შეიძლება ჩვენი ინტერესი ნაკლები იყოს, ვიდრე სახელმწიფოს. ძალიან დროში გაწევი. სახელმწიფოს აქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, თავისი ვალდებულებები, შესაძლებლობელი, მუხლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელზეც აქტიურად მუშაობენ და მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, სადაც ერთ-ერთი ანუ ევროკავშირის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე პროექტი არის წარმოების გაფართოებული ვალდებულება და მისი თანამდები პროცესები, რომლებიც არამხოლოდ ვალდებულება, არამედ არის ხვალ როგორ გარემოში ვცხოვრობთ. ხვალ რას ვაკეთებ და რას ვსუნთქავთ ელემენტარულად და რა პოტენციალი აქვს ქვეყანას. იგივე თურქეთში ძალიან ასე ვთქვათ, თურქეთი არის ანუ დასვენებლად როცა მიდიხარ რამდენიმე ლოკაციას ნახულობ, მაგრამ ანუ ბიზნეს ვიზიტით რომ მიდიხარ, ყველა შემთხვევაში გიწევს რეგიონების ნახვა, როგორ მუშაობენ, რას აკეთებენ, ინდუსტრიული მხარის, აი საერთოდ სხვა თურქეთია დამიგერეთ, ყველაფერი არის შესაძლებლობა, აი შეიძლება 6 თვის მერე რო ჩახვიდე და იგივე ლოკაციაზე გაიარო, ბევრი პატარა რაღაცა იყოს და ფუსფუსებდეს ასე ვთქვათ, ობიექტები ძირითადად წარმოებლობის კუთხით ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და თვითონ არის მიდგომაც მათ იყენებენ კიდეც. ძალიან იყენებენ და ჩვენ მათთან ახლოს ვართ და ვფიქრობ რომ რაღაცნაირად უკეთესი უნდა გავაკეთოთ მათზე რომ ჩვენთან სწორად იმუშაოს პირველი და მეორე რა ვიცი ჩვენი ეს ქვეყანა და ხვალ უნდა ვიცხოვროთ შვილებმა უნდა იცხოვრონ ხალხმა უნდა იცხოვროს და ერთხელ და სამუდამოდ ეს გარემოსდაცვითი პრობლემები უნდა აღმოიფხვრას და ჩვენ ყველანაირად მივყვებით სახელმწიფოს რეგულაციებს სტანდარტებს და ვაკეთებთ საუკეთესო სტანდარტებს. არ ვფიქრობ რომ დღეს სტრაფი უკუგება მქონდეს. გააკეთებ შეიძლება 10 წელიწად შესაძლებელი უკუგება რომ მქონდეს ამაზე ორიენტირებას უარ ვაკეთებთ. ზუსტად მაგიტო არის ამ ხელათანხების საუბარი და ეს არის ზუსტად თანამედროვე სტანდარტები. თორემ მცირე ასე ვთქვათ თანხების ჩადებით რაღაცას გააკეთებ, უკუგება სტრაფი გიქნება და ამბობ რომ ხო გავაკეთე, მაგრამ რა გააკეთე?
მოდი მე ვიტყოდი რომ ცოტა სადავოა. ძალიან მომწონს მე ეს მიდგომა მოკლედ და მეორე მხარეს არ ვიცი ხა ბატონი მანუ რამდენად წარმოადგენს იმ მხარეს რომელიც ცდილობს ბატონო მანუსთან არის გამოწვევა რომ რაოდენობაში წარმომქმნელები მათ ბევრნი არიან და რაოდენობა შეიძლება ცოტა ნაკლები იყოს. ანუ წარმოების გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში კოლექტიური სქემა როცა არის 500 კომპანია, 1000 კომპანია, 15000 კომპანია მაგალითად წევრები. ანუ აქ არის შეიძლება 500 ადამიანის 500 კომპანიის წარმოქმნილი იყოს რაღაცა კონკრეტული ნარჩენი 1000 ტონა და იგივე კონდეს 300 წარმოქმნილი. და ანუ 300 ადამიანთან უფრო ბევრად ადგილია საუბარი, ვიდრე 500-ის დარწმუნება რომ შემოვიდეს. და ბატონო რაც ბრძანა ძალიან მაგარი არის რო აპირებენ დამატებითი სიმძლავრის შექმნა საჭარის რეგიონისთვის, იმიტომ რომ ეს არის გამოწვევა რეალურად. ეს არის ყველაფერი საბოლოოდ წარმოების გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არის რეციკლირების წინასწარი შენატანი, რომელსაც იხდის ბიზნესი. თუ ყველაფრის სწორად მართვა მოხდა, ისე როგორც ვსაუბრობთ და ეს საწარმოები მსგავსი ტიპის გაჩენდება რეგიონალურადაც, მე ვფიქრობ რომ საბოლოოდ ბატონო კარგ შედეგს მივიღებთ და ერთობლივად კარგად გავაკეთებთ იმ საქმეს რომელიც მე ვამბობ რას ნახეთ რა მოწონს მე მომწონს აი ეს რაღაცა ცოტა უფრო ისეთი სწრაფმავალი გეგმა თქვენი მომწონს რომ მეორე მხარე აბალანსებს ამ ყველაფერს და თითქოს რაღაცა უფრო ღრმად ჩასვლა ხდება დეტალებშიც და მგონია რომ ძალიან კარგია რომ ზოგადად ჯელობა რომ მიდის ამ თემაზე ხალხო ძალიან მაგარი ეს ეპიზოდი მაგას ემსახურებოდა რომ აი მაყურებელმა ნახოს რა ხდება ზოგადად ამ მიმართულებით და მგონი დღეს ძალიან თვალსაჩინოდ დაინახეს. კიდევ ერთი ხაზი რას მინდა გაუსვა, აი კარგად რომ წარმოვიდგინოთ, ეხლა ნახეთ წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, კლასიკური ორგანიზაცია, რაც ევროპაშია განვითარებული, ის როგორ არის, იცით, აი მისი მთელი ფილოსოფია განვითარების არის ის, რომ მას ყავს პარტნიორები, სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფები, გადამამუშავებელი მათ შორის ლოგისტიკური შემგროვებლები და ახორციელებს მათი საშუალებით ამ პროცესის მართვას. ეხლა ნახეთ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, წესი წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია ამ პროცესში არ უნდა შედიოდეს ლოგიკურად. ის უნდა ახორციელებდეს მხოლოდ ნარჩენების შეგროვების ორგანიზებას და მათ შორის ხო ლოჯისტიკას მათ შორის ლოჯისტიკაც არ ახორციელოს გადამუშავების სიმძლავრებთან ურთიერთობას ესე ფუნქციონირებენ ევროპაში მაგრამ ჩვენ რეალობაში ჩვენ სამწუხაროდ და სიმაღლეთა ჩვენ გავიხარდებოდა რომ აქ საქართველოში ყოფილიყვნენ საწარმოები მაგრამ არანაირად არ გვინდა კონკურენციაში შევიდეთ საბურავებში მაგრამ ჩვენ გვინდა აჭარის რეგიონში გავაკეთოთ საბურავების გადამამუშავებელი საწარმო ნედლეულს რა თქმა უნდა დიდი მოცულობის ნედლეულს თურქეთში გავიდნათ იმიტომ რომ მომხმარებელი იქ არის რეალურად და მისი მომხმარებლის ნახოს ესე მარტივი არის და საკმაოდ შრომატევადი პროცესი ეს არ გეგონოთ რომ იმიტომ რომ აი ამისგან მიღებული სხვადასხვა ნედლეული არის მასაც სპეციფიკური მომხმარებელი ყავს რომ ყოფილიყო ესეთი საწარმო საქართველოში ხო ჩვენ მაგალითად არის ორი პატარა საწარმო ყოველდღურად უკავშირდებით და ვეუბნებით მიიღებთ ნარჩენს ვერ ღებულობს აი უფრო კარგად რო აგიხსნათ ახლა აი ნახეთ პატარა საბურავებს დღეს ღებულობს კასპის ჰაიდელბერგ ჰანიվել ცემენტის საწარმო და მადლობა მათ ამისთვის რა საკმაოდ ნაყოფიერად თანამშრომლობთ რაღაცა პერიოდულობით როცა ის მუშაობს სისტემატურად ვაძლევთ ნარჩენს ისინი ენერგიის აღდგენის მიზნით მას წვავენ რა თქმა უნდა ყველა შესაბამის ნევართვა გააჩნიათ და საკმაოდ უნიკალური და ძალიან ესეთი მოწესრიგებული ესე ვთქვათ ღუმელი აქვს ამ მხრივ და საწარმო არის ამაში მე მინდა თქვენი მსმენელი დავარწმუნო არანაირი პრობლემა მანდ არ არის მაგრამ დიდი საბურავები სატვირთო საბურავებს კონკრეტული საწარმო ვერ იღებს ჩვენგან. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ ახლა ეს რომ რაღაც მის გზა მოუნახოთ. ხა რეალურად სპორტირებაც ალბათ ძალიან რთულია თვითონ საბურავის. არა, არ შეიძლება ის უნდა დამოუკრდება აკრძალულია მის ის უნდა დაკუცმაზდეს დამუშავდეს და რომ წარმოედგინათ საქართველოში რომ იყოს ბიზნესი ძალიან ბევრს თავაზობდით ჩვენ. რომ შემოდით აკეთეთ საქმე, მათ შორის ენგვევე დაგეხმარებათ, ხო? არავის ამის სურვილი არ აქვს. ამიტომ იძულებული გავთ. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ რომ იყოს ესეთი საწარმო, ხო, რეალურად საბურავების მწარმოებელი. ჩვენ მართლა არ გავაკეთებდით ამ პროცესს. არ შევიდოთ პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ იმას თავის საქმე ექნებოდა გააკეთებ და ჩვენ მივაწოდებდით, მაგრამ ჩვენ რო ხედავთ რომ ამ ხრივ სიტყვაზე უჭირს ამ შემთხვევაში, ხო, ქვეყანას, მათ შორის ჩვენი ვალდებულება საბოლოო ჯამში რომ ნარჩენს რო ვაგროვეთ, მისი utilizatsiaც უნდა გავა. ამიტომ იძულებული გავხდით, გავაკეთოთ თანამედროვე ნორმალური საწარმო, რომელიც სხვადასხვა უზრუნველყოფს საკმაოდ მნიშვნელოვან გადამუშავებით ნაცის, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ ვიძახით და ვეუბნებით მათ შორის, რომ ის ხალხი, რომელიც ამ ბიზნესში არიან და უნდათ ხო, ნებისმიერს მივაწვით საბურავს რა. მოვიდნენ, გთხოვონ, ნებართვები აქვს. რა თქმა უნდა, ნებართვა ქონეთ, ხო? ნებართვა ქონეთ, საუბარია. ხო, აი ეს ნაწილია. ეხლა რაც შეეხება უკვე ხო ამ შემთხვევაში მათ შორის
რეალურად ეხლა უფრო აი ზეთან მიმართებაში ამ ესეც როგორი ნარჩენია იცით აქ რეალურად დღესაც ორი საწარმოა ორი ჯგუფი არის რომელიც უზრუნველყოს ამის ჩვენგან მიღებას რაღაცა ნაწილით ასე თუ ისე აქ დალაგებულია სიტუაცია და ჩვენ სიმართლე აი არ უყურებთ ჩვენ ისეთნაირად ამ ყველაფერს რომ შევიდეთ ამ ნაწილში და რაღაცა ჩვენი ესე თქვა ინექცია გავაკეთოთ ჩვენი იმიტომ რომ ეს ორი ჯგუფი აგვარებს თან ისეთი ცოტა რაოდენობა თქვით რომ მე რაოდენობა და ექსპორტიც იტანს ასე ვთქვათ და ექსპორტზე აკუმულატორს რა შეეხება მე აკუმულატორს ისე ვიქ დაუბრუნდები ნახეთ ჩვენ როგორც ნარჩენების წარმომქმნელი აკუმულატორების ვარ ძალიან პატარა ჯგუფი შესაბამისად რა თქმა უნდა ეხლა ბიზნესის სხვა мотиваციაც უნდა გქონდეს ხო ანუ როგორც ბიზნესი ეხლა მას რო გქონდეს საკუთრივ დიდი ნარჩენი წარმოქმნილი დიდი გამყიდველი იყოს აკუმულატორის ხო რა თქმა უნდა აქ ინტერესი ჩდება რომ ამ ნაწილშიც აუცილებლად მიიღოს ეხლა თეგეტა თვითონ ხო თეგეტას ჰოლდინგი და ეხლა რო წარმოვიდეთ ეხლა ჩვენ ვართ კოლექტიური ორგანიზაცია რომელიც დაფუძნებულია 8 სხვადასხვა ჯგუფის მიერ მათ შორის თეგეტა ამ შემთხვევაში ის არის თქვათ ჰოლდინგის ჯგუფში ანუ მას ყველა მოდულის მიმართულებით აქ იცით რა რომ დაგეფუე რომ დააფუძნოს ესეთ ჩვენაირი ორგანიზაცია ბაზრის წილსაც უნდა ფრონდე ესე არ არის 10% მინიმუმ უნდა ფრონდე და თეგეტა ჰოლდინგს აი ეს კომფორტი ქონდა რომ მას ქონდა ყველა მიმართულებით ეს 10% თუმცა მან მე ესე თქვათ მიიერთა სხვა წევრი ვისაც ამის სურვილი ქონდა რომ მათი წევრი გამხდარიყო და გადაწყვეტილებების მიღებაში გაცილებით უფრო ესე ვთქვათ უფრო მოქნილი არის ამ შემთხვევაში ანუ ერთი ჯგუფია რომელიც ნარჩენს იღებს კიდეც ვალდებულება აქვს და რა თქმა უნდა ლოგიკურად ეხა მე რასაც და მე მივესალმები და ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა რასაც აკეთებენ და რა თქმა უნდა სწორი არის რომ ეხა აღარ იყოს სხვაზე დამოკიდებული და მოდი მე გავაკეთებ თანამედროვეს გავაკეთებ ამიტომ ჩვენ მაგალითად ხო უჭერთ ხართ ამ პროცესში ძალიან გავიხარდება თუ ეს ყველაფერი შესრულდება, თუმცა აქვე იმას ვიტყვი, რომ აკუმულატორი ეს არის საკმაოდ რთული თემა, საკმაოდ ესეთი რთული ნარჩენი არის, რომლის შავი ბაზარი განსხვავებით აი ზეთის და იმისა აქ არის ძალიან დიდი აბსოლუტურად და მათ შორის ნარჩენის ამოღება და იმ პირობებში, როცა კონკურენციაც არიან პატარა საწარმოები, რომელიც მუშაობენ და რეალურად მათი კონკურენტებიც იქნებიან, თუმცა ჯანსაღ კონკურენციაში ხდება ყველაფრის განვითარება და ხა თეგეტას არ გაუჭირდება ამ პროცესში შესვლა მე დარწმუნებული ვარ. ჩვენ ვამბობთ რას, ანუ ძალიან მარტივად არ შეიძლება ერთი და იგივე რაღაცაზე საუბარი გქონდეს რამდენიმე წელი უკვე აი საუბარი იგივე წარმადობების გაზრდაზე, იგივე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე, იგივე შეფერხება რომ არ გქონდეს მიღებისას, ეს თუ გაგრძელდა, ანუ გადაჭრის გზა ის ხო არ არის, რომ აი მოდის ხარხანა არ არის და ვერ იღებს და მე რა ვქნა და დავასაწყობე. ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალი ის არის ის, რაც ბატონოვანო ბრძანა, რომ დავიწყოთ და გავაკეთოთ ერთხელ და სამუდამოდ 3 წელია ერთად დავდივართ, ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ვსწავლობთ თანამედროვე სტანდარტებს და უკვე დროა რომ გარდატეხა მოხდეს, გაკეთდეს და ვთქვათ რომ კი მაგარი რაღაცა გავაკეთეთ სწავლობის გაფართოებული ვალდებულება, ვაგროვებთ ამ ყველაფერს, ვამუშავებთ ამას რეგლამენტის შესაბამისად, თუმცა არსებული სიმძლავრეები რომ არ ყოფნის, რა უნდა გავაკეთო? ეხლა ხო არ ვივლით და ვიძახებთ, რომ იცი რა არის გამოსავალი რა არის? გამოსავალი არის მხოლოდ ეს, რაც ვსაუბრობთ, რომ უნდა გაკეთდეს და თუ გაკეთდება, უნდა გაკეთდეს თანამედროვე სტანდარტების, თუ არა, ვერ ვხედავ ამაში მე, აი მხედვა არ მაქვს ეგეთი, რომ გავაკეთოთ რაღაც ისე რა ხარისხის, ან თან გავაკეთოთ და თან არა, ეგეთ რაღაცას არ ვაკეთებთ ბუნებაში. ხო, ნუ წვლილი ყველა მე მგონია რომ წვლილი არის ის, რომ კი ბატონო გავრისკეთ, დავიწყოთ და გავიყვანოთ ბოლომდე. გავაკეთეთ ერთი ეტაპი, მეორე ეტაპი არის ეს თაყნების ნაწილი. მერე არის რადგან მიღებული პროდუქცია, მისგან მიღებული სარგებელი ექსპორტზე რო გადის რა ხდება? ანუ იგივე მეორადი ზეთი რო გადის ექსპორტზე, იგივე აკუმულატორის და საბურავით რო გადის მეორადი ექსპორტზე რა ხდება? სარგებელს ვინ იღებს? იღებს იმ ქვეყნის მოსახლეობა, სადაც მიგავს, ამაში ფულს იხდი, რო გაგაქვს. და აქ თუ გავაკეთე, აქ თუ გავაკეთე თანამედროვე სტანდარტების, აქვე თუ გადავამუშავე, პროდუქტი ხო დარჩება, ექსპორტი ხო გაიზრდება, ხალხი ხო დასაქმდება, ხელფასს ხო აიღებს. ელემენტარულ ციკლზე ვსაუბრობთ, რისთვისაც ეს ყველაფერი დაიწყო. ცირკულარული ეკონომიკა არის ის, რომ გავაკეთეთ SMGB, მივიღეთ ნარჩენები, სწორად შევაგროვეთ. კი ბატონო, კარგია, ბედნიერები ვართ. მეორე ეტაპი გავაკეთეთ თანამედროვე სტანდარტების ქარხანა. ამას არ უნდა 1, 2 და 3 წლის აი დაახლოებით რომ დაიწყებ, საბურავების ქარხანას უნდა 8 თვიდან 1 წლამდე.
აკუმულატორების გადამუშავებას უნდა 18 თვრიდან 2 წლამდე წარმოიდგინეთ რამხელა პროცესია და რამხელა სტანდარტებზეა ლაპარაკი. და ამის მერე უკვე ამას ხო გამართვა უნდა 3-4 წელი, სანამ დაატრენინგებ შესაბამის ხალხს, სანამ გასაღების ბაზარს იპოვი, სანამ ხარისხს მიიღებ, გავიგე რომ მაგარი ხარისხის ხარხანაა, მაგრამ იმას შესაბამისი ოპერატორები ჭირდება და ადგილობრივებს გადამზადება უნდათ ამისთვის, რომ გადაემზადნონ. მანამდე პრაქტიკებზე უნდა გავაგზავნოთ, რომ ვასწავლოთ. ძალიან დიდი ციკლი არის იმისთვის, რომ მივიღოთ საბოლოოდ კარგი შედეგი. ამის მერე კი ბატონო, ახალი გამოწვევა იქნება, დავიწყებთ ახალ გამოწვევასაც. მაგრამ ეს თუ არ გავაკეთეთ, ანუ შემდგომ უკვე რა მე ხედვა არ მაქვს რა უნდა გავაკეთოთ. კი, გასაგებია ძალიან მომეწონა მოკლედ ჩვენ დღევანდელი ეპიზოდი რა, იმიტომ რომ აი ეს სიღრმისეულად არასდროს მე პირადად არ მომისმენი ამ მსჯელობა. ძალიან საჭიროა რომ ეს მსჯელობა ისმოდეს ბევრად უფრო ფართო საზოგადოებისთვის, იგივე ტელევიზიები იქნება თუ კიდევ სხვა ასე ვთქვათ არხებიდან. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით დღეს ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ. და მადლობა თქვენ წარმატებებს დაინტერესებისთვის. გისურვებთ, იმიტომ რომ თქვენი ამ მიმართულებით თქვენი წარმატება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველას ერთად გვექნება ბევრად უფრო ჯანსაღი გარემო და ჯანსაღი მომავალი. ასე რომ კიდევ მადლობა, ნახვამდის. გემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე მოიწონეთ აუცილებლად ჩვენი ვიდეო და მოგწერეთ რა თემაზე გნებავთ კიდევ საუბარი, კარგად ბრძანდებოდეთ.